პირველი არხი და იბერია წარმოგიდგენთ. მშვიდობისა მოგესალმებით ყველას, ვინც გვიყურებს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. მეტისმეტად ცხელი და მეტისმეტად დაძაბული პოლიტიკური კვირის ბოლოს გადაცემა გსურს გავხსნათ საგანგებო განცხადებით, რომელიც 2 დღის წინ საქართველოს პატრიარქის სახელით გაავრცელა საპატრიარქომ. 26 მაისს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში წარმოქმნილმა ქადაგებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, რადგან მისი შინაარსი მხოლოდ ხელისუფლების მხარდამჭერ პოზიციად იქნა აღქმული. ეკლესია არის ერის გამაერთიანებელი ძალა და მოწოდებულია მშვიდობისთვის. ცნობილი იყო, რომ ხელისუფლება არ აპირებდა კომპრომისზე წასვლას, ხოლო მომიტინგეების მკვეთრი ქმედებების შემთხვევაში მოსალოდნელი იყო შეტაკება და სისხლისღვრა. ერის ინტერესებიდან გამომდინარე, ეკლესიამ თავის თავზე აიღო მძიმე ტვირთი და გადადგა ისეთი ნაბიჯი, რაც ამ რეალურ საფრთხეს ააცილებდა ჩვენს ხალხს. ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა ამოიწურა, სიტუაცია კვლავ სერიოზულია და ფეთქებად საშიში. ვფიქრობთ, ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას დაძაბულობის განმუხტვისთვის. იქნება ეს რიგ გარეშე არჩევნები, მოლაპარაკებები თუ სხვა. ყველაზე ცხელი პოლიტიკური კვირა, ის რაც მთელი კვირის მანძილზე ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა. ჩვენობის ხალხი ტელევიზიასთან გამოშვა იმღამეს, იქ 100 მინიმუმ მოკვდებოდა, მაგრამ არ წავედით ჩვენ ამაზე. ამით გვჯობნის სააკაშვილი. არ შემიძლია მე ქართველის მოკვლა მიხეილ სააკაშვილის გამო. არ შემიძლია. დღეს საღამოს პირველ არხზე. აქციების პიკი თბილისში, ვინ დარჩა გამარჯვებული გაზაფხულის პოლიტიკურ ბრძოლაში. პატრიარქის სპეციალური განცხადება და 26 მაისის სამებაში. პატრიარქმა არ მოგვისმინა, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. სანამ პირში სული მიდგია, ვიდგები ქუჩაში, სანამ მიშა არ წავა. ეს საქართველოს უწმინდესი და უნეტარესი იყო აყვანილი პლენში. აი ეს მოხდა. გას თუ არა ქვეყანა დაპირისპირების საფრთხის წინაშე. ვერაბიშვილო, ამ შეკრებებს თავი დაანებეს. ფერე თუნდაც შეუგეტრიალდებათ ეს შეკრებები. ეს აწოდავებო თქვენა. ამჟამად კაცები ხართ თქვენ. და კაცებს გაიგეცით რა. ნახდება ოპოზიციაში და რა ხელისუფლებაში. საპროტესტო აქციებიდან თითქმის 2 თვე გავიდა. ბრძოლის შედეგები და პროგნოზები მოусმინეთ დღეს ოპოზიციის და ხელისუფლების ლიდერებს პოლიტიკურ კვირაში. გოგა ხაინდრავა, გიორგი ბარამიძე და სალომე ზურაბიშვილი. მირაში ხედავს გამოსავალს. შეოჯახაშენებულო, თუ ეს იცი, რომ მრავალი ასეული ათასი არის, შენ წინააღმდეგ ათექი და სტატი. პოლიტიკური სკანდალი ქართულ შოუ ბიზნესში, რომელიც ყველაზე სკანდალურმა ქართველმა მომღერალმა მოუმზადა საზოგადოებას. ანდრი ჯოხაძის ახალი კლიპის პრეზენტაცია პოლიტიკურ კვირაში. უყურეთ პირველ არხზე და შეაფასეთ კლიპის მთავარი გმირები, მას დღეს პირველად ნახავენ.
მაშასე დავიწყოთ იყავით ჩვენთან ანრი ჯოხაძის კლიპს დღეს პირველად ნახავ საზოგადოებაც და პირველად ნახავენ კლიპის მთავარი გმირებიც. აქ ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი სააკაშვილის ცნობილი მასაჟისტით დაწყებული ოქრუაშვილის ბორდელში შევარდნით დასრულებული ჩვენი გადაცემის შარჟიცა და კონკრეტული პოლიტიკოსების რენომეც. კლიპის პრეზენტაცია გადაცემის ბოლოს შედგება ამ კლიპით იმის თქმა მინდოდა თუ როგორი ამაზრზენი გახდა პოლიტიკა საქართველოში. მნიშვნელობა არ აქვს ეს პოზიციის ქმედება თუ ოპოზიციის, ამიტომ ავირჩიე ილიას ესლექსი ბედნიერი რომ ამ ყველაფრის იდეალური შესახვისი ყოფილიყო ამბობს სკანდალური მომღერალი. მასზე პოლიტიკური შოუ ბიზნესი ოდნავ მოგვიანებით, მანამდე კი მოდით ერთად შევაჯამოთ მძიმე პოლიტიკური კვირა, რომელმაც პოლიტიკური პროცესების პიკი დაგვიტოვა. თუმცა იყო თუ არა ამ კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენები პიკი და რა მოხდება უკვე ხვალიდან, ამ თემაზე გოგა ხაინდრავა, გიორგი ბარამიძე და სალომე ზურაბიშვილი ისაუბრებენ. გადაცემას ხსნის გოგა ხაინდრავა, მე მასთან საუბარს დავიწყებ პატრიარქის სპეციალურ განცხადებაში მოტანილი სიტყვებით. სიტუაცია კვლავ სერიოზულია და ფეთქება საშიში. გამარჯობა ბატონო გოგა, ძალიან დიდი მადლობა რომ იღებთ მონაწილეობას გადაცემაში, როგორ ბრძანდებით. ხო, დაიკავოთ თქვენი ადგილი. მე მინდა დღევანდელი ჩვენი საუბარი შეეხოს იმ ყველაფერს, რაც ამ ერთ კვირაში ჩაეტია. ეს იყო მე მგონი ყველაზე დაძაბული კვირა 9 აპრილის საპროტესტო აქციებიდან მოყოლებული დღემდე. ჩვენ გვაქვს ზუსტად 20 წუთი და მე მინდა ამ 20 წუთის განმავლობაში თქვენთან ერთად შევაფასო ეს. დავიწყოთ იმით, რომ ეს იყო ყველაზე ემოციური დღე, ყველაზე დამუხტული დღე, ის რაც აჩვენა ათასობით ადამიანი ეროვნულმა სტადიონმა საპროტესტო მუხტით ქუჩაში გამოსული, რომელიც მოითხოვდა ხელისუფლების წასვლას. ძალიან ამაღელვებელი, ძალიან დამაფიქრებელი, თუმცა აქცია, რომელმაც ასევე დატოვა კითხვები. პირველ რიგში მე მინდა ამ კითხვით დავიწყო თქვენთან საუბარი. ხომ არ მოხდა ისე, რომ 26 მაისს ოპოზიციამ ერთხელ კიდევ გაუშვა ძალიან დიდი შანსი ხელიდან. გულისხმობ უამრავ ადამიანს ქუჩაში გამოსულს, რომელიც არაპირებდა დაშლას. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ესეთი შეფასების. მე ვფიქრობ, რომ ის ადამიანები არსად არ წასულან, საქართველოში არიან. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, შენ ბევრი ილაპარაკე ამ დღის შესახებ. მე ვარ მონაწილე ყველა იმ გამოსვლების, ყველა იმ მიტინგების, ყველა იმ აქციების 86 წლიდან მოყოლებული, რომელიც საქართველოში ყოფილა. ეხლა 56 წელში ერთი წლის ვიყავი და არ მახსოვს რა ხდებოდა, თუმცა კადრები მაქვს ნანახი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის რაც 26 მაისს იყო, ძალიან სიმბოლური იყო საქართველოსთვის, ძალიან სიმბოლური იყო იმ საზოგადოებისთვის, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოში და ჩემთვის ყველაზე სერიოზული პროცესი, რაც დღეს საქართველოში ხდება, ეს არის არა პოლიტიკა, არამედ საზოგადოების ჩამოყალიბება ნამდვილად შეგნებული, ღირსეული საზოგადოების, რომელსაც ესმის ქვეყნის ფასი და რომელიც აღარასოდეს აღარ გაყვება კერპებს. მე ამაში ღრმათ ვარ დარწმუნებული და სტადიონმა ზუსტად ეს აჩვენა. სტადიონმა ზუსტად ეს აჩვენა და 26 მაისმა მთელმა დღემ ზუსტად ეს აჩვენა, რომ ქართულმა საზოგადოებამ დაიწყო კერპების მსხრევა. და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ასე ფიქრობთ ბატონო გოგა, თქვა კერპებზე როდესაც არის საუბარი, მე არ მინდა ამ დღის მნიშვნელობას ოდნავ მაინც მიადგეს ჭრდილი რაიმე თუნდაც ერთი შეკითხვით, მაგრამ იგივე კერპებზე როდესაც არის, მე უნდა გავიხსენო უბრალოდ როგორი ემოციური იყო, თქვა იგივე უცნობის მომენტი იმავე ეროვნულ სტადიონზე, ანუ იგივე საფრთხეები არსებობს. პოპულარობას და კერპთა ყვანისმცემლობას ერთმანეთში ნუაურებთ. მე ვამბობ, კერპები ეს არის პოლიტიკური წარმონაქმნი საქართველოში სამწუხარო და ხელში პოლიტიკოსებს როცა ატარებენ, თორე მე მინახია ფეხბურთელებიც უტარებიათ ხელში და მომღერლებიც და ეს ნორმალურია. აი პოლიტიკოსები არ უნდა ატარონ ხელში და პოლიტიკოსები არ უნდა გადააქციონ კერპებად ის რაც მოხდა ყველა იმ შემთხვევაში, როცა უცნობი ყოველთვის ამბობს, რომ იგი არ არის პოლიტიკოსი, ემიჯნება, თუმცა ჩვენ ვნახეთ, როგორი ემოციით შეხვდა მას ხალხი, ბუნებრივია. სხვა საქმე აქ ბევრმა რავა მითამაშა, ითამაშა რუსიკპილამდე ცემეს და მიუხედავად ამისა, მთელი საქართველოს ფეხით მოიარა, იმუშავა იმან, რომ ეს საკანი ნომერი 5 არის განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, პოპულარობის და ყველაფერმა ერთად. მე ვერ გეტყვით, რომ ეს მაინც და მაინც მოსაწონია ჩემთვისაც, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ამას პოლიტიკური სარჩული და კერპთა ყვანისმცემლობის სარჩული არ ქონია, დარწმუნებული ვარ და თვითონ გიას არა აქვს ეგეთ დამოკიდებულება ამ საქმესა. გასაგებია, ბატონო გოგა, მოდით ვისაუბროთ იმ თემებზე, რაც შეკითხვები დატოვა ამ დღემ. ყველაფერი იყო კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან ემოციური და ძალიან შთამბეჭდავი. თითქმის წარმოუდგენელი იყო იმ დღეს ყველასთვის. პროგნოზის გაკეთებაც კი ძნელი იყო, როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები, თუმცა მოხდა ისე, რომ სტადიონიდან მიუხედავად არსებული ინფორმაციისა, რომ ხალხი თითქოს უნდა გაშლილიყო დედაქალაქში, რამდენიმე ცხელ კერად არსებობდა ასეთი გეგმა,
პარტიებმა ოპოზიციაში უცბად დაიძრა სამებისკენ, სწრაფად იქნა, რამდენადაც ცნობილია, მიღებული ეს გადაწყვეტილება ყოველ შემთხვევაში რამდენიმე დღიანი მსჯელობის შედეგად არ იყო, ხო ეს გადაწყვეტილება. მოდით მომიყევით რა მოხდა, რატომ გადაწყდა სტადიონიდან ხალხი წასულიყო სამებაში და რატომ მაინც და მაინც საპატრიარქოს გარშემო შემდეგ აი მოხდა ამ ყველაფრის თავმოყრა. იგივე პოლიტიკური ემოციების, ხელისუფლების, ოპოზიციის და ასე შემდეგ. რა მოხდა სამებაში? სამწუხაროდ ჩვენთან ქვეყანა, ჩვენთან სახელმწიფო ჩამოიშალა. რეალურად სახელმწიფო როგორც ესეთი აღარ არსებობს. ყველა ის ასე ვთქვათ არგუმენტი, რომელიც ბატონ სააკაშვილს მოქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო დარჩა და არ ჩამოიშალა, დანგრეულია. არ არსებობს არც ერთი ინსტიტუტი, რომელიც პასუხს აგებს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე. კაცმა არ იცის სად არის მიხეილ სააკაშვილი საერთოდ, მისი გარემოცვამაც და სადაც არ უნდა დარეკო, ვერავინ ვერ გეტყვის და მინდა გითხრათ, რომ ყველაზე არა ჩვენ არ ვეძებთ, რაც ბუნებრივია, მაგრამ ეხლა საინტერესოა მაინც ხო ქვეყნის პრეზიდენტობას იჩემებს ადამიანი და ხო უნდა იცოდეს საქართველოს მოსახლეობამ სად ბრძანდება ვაჟბატონი, მაგრამ ნუ ამას თავი დავანებოთ. მე მინდა გითხრათ, რომ ამ თვენახევრის განმავლობაში 9-ში 2 თვე იქნება მას მერე რაც აქციები დაიწყო, ალბათ ყველაზე მწვავე, ყველაზე ვნებათა ღელვით სავსე, ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ხანგრძლივი პროტესტის ესე იგი 2 თვენახევარი. ესეთი უპრეცედენტო აქციების თვენახევრის განმავლობაში სააკაშვილი თბილისში იყო 1 კვირა. მთელი დანარჩენი დრო ის სად იყო, რას აკეთებდა, ნუ ჩვენ ვიცით რომ თქვა ერთობოდა სხვადასხვა გასართობებით. ბოლოს 26 მაისს კაცი რო გაფრინდება ფეხბურთის საყურებლად. ეხლა ნუ მე ვფიქრობ ამაზე ლაპარაკიც ეხლა გაგრძელება არის. ხო როგორ აფასებთ ამას? არა, მე ამას შეფასება უპასუხისმგებლობა, ეს არის აბსოლუტურად ნათელი სურათი, რომ ამ ქვეყანას ხელისუფლება არ აყავს. ყოველ შემთხვევაში ის ადამიანები, ვინც უნდა ზრუნავდნენ საზოგადოებაზე, ვინც უნდა ასრულებდნენ იმ დავალებებს, რომელიც მისცა მათ ხალხმა, როდესაც მანდატი მისცა და არა მაშინ, როდესაც ის მანდატი დაისაკუთრეს გაყალბებით, უკანონობით და ბოროტმოქმედებით, აი ეს არის მაგის შედეგი. როდესაც უკანონობა, ბოროტმოქმედება და ძალადობა უდევს საფუძვლად რომელიმე გუნდის მოღვაწეობას და ამას მოღვაწეობას ვერ დავარქვევ. ამით კრახი 26 მაისი არის კრახი სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის. სრული კრახი. იმ ფონზე, როდესაც ეს იყო დიდი ზეიმი ქართული საზოგადოების, ისე ვიმეორებდა. ალბათ ისტორიული დღე და ამას მომავალიც შეაფასებს, იმიტომ რომ ჩემთვის მთავარი გამარჯვება იყო სამოქალაქო საზოგადოების. მე არ მაინტერესებს რომელი პოლიტიკური ჯგუფი გაემარჯვებს საქართველოში და ვინ მოვა ხელისუფლების სათავეში, ვინ ვის შეცვლის. მე ერთი რამე ვიცი, რომ ამ საზოგადოებას ვეღარავინ ვეღარ შეცვლის. ამ საზოგადოებას ვეღარავინ ვერ დააბრუნებს კეფთაყვანისმცემლობის წუპეში, რომელშიც სააკაშვილმა ყველაზე მეტად ჩაითრია ეს საზოგადოება, იმიტომ რომ ყველაზე მიმდობი, ყველაზე იმედიანი, ყველაზე ასე ვთქვათ მომავლის შემყურე საზოგადოება ის იყო, რომელიც დახვდა სააკაშვილს და რომელმაც აირჩია სააკაშვილში, რომელმაც აირჩია სააკაშვილმა და გულში ჩასცა, აი გულში ჩასცა მახვილი ამ საზოგადოებას, იმიტომ რომ წუპედ გადააქცია საქართველო უკანონობის, ბოროტმოქმედების და მე მინდა გითხრათ, რომ 28 მაისი ამის უკანასკნელი წერტილი იყო. იმ წუთიდან, აი იმ თავდასხმას, იმ წუთიდან, რა წუთიდანაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გარდაიქცევიან ბანდად, აიღებენ ხელკეტებს, ხელჯოხებს, კასტეტებს, დანებს და ქვებს და დაერევიან საკუთარ მოსახლეობას. იმ წუთიდან აღარანაირი ლაპარაკი სახელმწიფოებრიობაზე, მაგათმა კანონს გარეთ დააყენეს. თუმცა ისინი ამბობენ, რომ მოხდა თავდასხმა სამართალდამცველებზე, სწორედ მომიტინგების გატევების ვაცად გამოყვანილი და ალაპარაკებენ 1000 სისულელეს, არსებობს კადრები. კონკრეტული, რომელიც შენც აქ ნანახი, მეც ამაკ, სადაც ჩანს, როგორ არიან შეიარაღებული ის ადამიანები, ვიზეც ქალბატონის ღულაძე ლაპარაკობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ, აი როგორც კი ერთ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ხელში დავინახა რკინის კეთს, დამთავრდა. არა, იქ მოხდაო რაღაც ობიექტურები რომ ვიყოთ, მოდით გავიხსენოთ, შეკრევათ, იქ მიდის დიდი ჩხუბი. ორ, ასე ვთქვათ, მოწინააღმდეგე დაჯგუფებას შორის. ეს არის უკანონობა, ეს არის სრული, ასე ვთქვათ, კრიმინალი და როგორც კი ჩვენ გავიგეთ, რომ ამ კრიმინალის მონაწილეები აღმოჩნდნენ უმაღლესი თანამდებობის პირები. ეხლა ჯერ გვირგვინიდან მოყოლებული ვიცით ჩვენ რომ ეგენი არიან კრიმინალები. დღეიდან და მე განვაცხადე ეს ოფიციალურად და დღესაც გავემეორებ. ქვეყანაში ხელისუფლების უზურპირება გააკეთა ტერორისტულმა ორგანიზაციამ, რომელსაც ჰქვია ნაციონალური მოძრაობა. ყველა გამოსული აქედან შედეგებით. ეს არ არის პირველი შემთხვევა და არც მარტო საქართველოშია. პალესტინაშიც ტერორისტული ორგანიზაცია მაგალითად რითი დაასაბუთებდით მათ ტერორისტულ თუნდაც ამ ფაქტს. პირველი ამის
ასე ვთქვათ, ნათელი მაგალითი იყო ბეჟანგუნავას და თავდასხმა ზუგდიდში. როდესაც აღმოჩნდა, რომ ეს თავდასხმა, რომელსაც შენ მაშინ იმედში მუშაობდი, თელმა მსოფლიომ უყურა, როგორ უსწორდებოდნენ დეპუტატს პარლამენტის აღმოჩნდა, რომ სამი კაცი აქედან იყო ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი და სამი პოლიციის თანამშრომელი. დაამთავრდა ამ ორგანიზაციის, ასე ვთქვათ, ლეგალურობა, მისი პოლიტიკურობა დაამთავრდა 28-ში დაამთავრდა ვანო მერაბიშვილის სისტემა, როგორც სამართდამცავი, რომელ სამართლის დაცვაზე შეიძლება ლაპარაკი, როდესაც მაღალ ჩინოსნები, კეტებით შეიარაღებულები და რკინის ჯოხებით ურტყავენ მომიტინგეებს. სწორედ აქედან გამომდინარე მინდა ბატონო გოგა დაგისვათ ესეთი შეკითხვა. ჩვენ ვხედავთ, რომ თქვათ ხელისუფლება არ არბევს, მთელი ამ თითქმის 2 თვე გრძელდება. თუ არ გავითვალისწინებ იმ 100 კაცს, რომელიც სამწყობოში წევს. ამაზე ოდნავ მოგვიანებით ჩვენ ვისაუბრებთ იმ ფაქტზე თუნდაც რომ არც ერთი ეს შემთხვევა არ არის გამოძიებული, მაგრამ არ არბევს ეს ოფიციალურად დარბევას ვერ დაარბევ, მაგრამ არსებობს თუ არა ამის რეალური საფრთხე, როგორ ფიქრობ, ძალიან ხშირად სხვა შორის წინა გადაცემაშიც ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი ეს იყო ბატონი სუბელიანი ძალიან ხშირად უსვამდა ხას შეკითხვაზე, რომ აი ჩვენ არ უნდა მოხდეს ისე რომ მივიდეთ სამოქალაქო დაპირისპირებამდე. აი ეს ხელკეტებით შეიარაღებული ადამიანები ამ ჯგუფების თქვენი მომხრეების და ვთქვათ გადაცმული იგივე სამართალდამცველების ჯგუფების შეჯახება არის თუ არა ამისი რეალური საფრთხე რომ ქვეყანაში მართლა მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება. ეს არის ფაქტი და ეს არის ფაქტი, რომელსაც აქვს ფესვი. ეს არის ფაქტი, რომელსაც თუ დროზე არ იქნება მიღებული ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებები და ამისთვის მე ისე ვიძახი, რომ ჩვენი სულიერი მამის და ამიტომ არის ერთადერთი ინსტიტუტი დღეს საქართველოში, რომელიც მთელი საზოგადოებისთვის არის ყოველგვარი ეჭვის გარეშე, მისი ასე ვთქვათ, დადგენილება. არის საპატრიარქო. და ყოველგვარი გამოკითხვებით იგი ლიდერობს არის პირველ ადგილზე, რომელსაც ვერავინ ვერ ეცილება. თუ ეხლა მაინც გონს ვერ მოეგო ეს ადამიანები, ისე ვიმეორებ, ჩემთვის კრიმინალები, ტერორისტული ორგანიზაცია, მაგრამ შვილები ხო ყავთ, ოჯახები ხო ყავთ. მე მინდა იმ ბიჭების აგერა მაქვს, მაგათი გვარები ეხლა დღესაც თავ მინდოდა, სხვათა შორის და ყველას გვარი გვაქვს. ყველას ვიცით, საცხოვრობენ, ვინ არიან, რა საკეთებენ. აი ამ ბანდის წევრები, რის სამართალ, რომელ სამართალზეა ლაპარაკი. მე მინდა ისინი გავაფრთხილო, რომ პირველს მათ თავებს მოგვართმევს სააკაშვილი თასზე. როგორც კი იგრძნობს, რომ მისი, ასე ვთქვათ, რაიმე სახით გადარჩენის აუცილებლობა და მაგას გძნობს უკვე, იმიტომ არ ეკარება ამ დედაქალაქს და საქართველოს, იმიტომ რომ ძალიან კარგად გძნობს და სხვაებიც გძნობენ, რომ მათი დღეები დაწნ. როგორც კი ის დადგება იმ ალტერნატივის წინაშე, რომ რაიმე სახით თავი გადაირჩინოს და ამასთან დაკავშირებით ოპოზიციას ბარტყების გადაგდება და პირველს ამათ გადმოუგდებს. ეგ მინდა რომ იცოდენ ამ ბიჭებმა, რომ პირველს თქვენ თავებს გადმოაგდებს, იცოდეთ, ვინც აი ჯოხებით, ხელკეტებით, გვისაფრთხებით გცემდა უამრავ უკანონობას და ბოროტ თქვენ ხო კანონს გარეშე დააყენეთ თქვენი თავი, ვერც ერთი პაგონი ვერ გიშველით. და როგორც კი თქვენ გადადიხართ ქუჩურ ცხოვრებაში, იცოდეთ, რომ პასუხიც ქუჩური იქნება. არ გაგიკვირდეთ. დაგიპატიესდებენ კიდევაც, შეგხვდებიან კიდევაც, პასუხსაც გაგებინებენ და აბაროტსაც აგიღებენ. ეს არის წესი. უკაცრავად, რას ნიშნავს ბატონო გოგა, აი ეს განცხადება აბაროტის აღებაზე, ეს ისნავს, რომ როგორც კი ადამიანი, გვარები და სახელები, ანუ თქვენ აპირებთ ხა იქით. არა, მე არაფერს არ ვაპირებ, ბუნებრივია, იმიტომ რომ მე არა ვარ, თქვათ, იმ ასე ვთქვათ, მე სხვა პროცესების მონაწილე ვარ, მაგრამ ეს თბილისია, ამას თავისი და ნებისმიერ ქალაქში ესეა. არის ქუჩური ცხოვრება, რომელსაც ვერაფერს ვერ უზავ. ვერაფერს ვერ უზავ. ის თავისით მიმდინარეობს, მიდის ყველა ქალაქში, ყველა სახელმწიფოში, ყველა სისტემაში. როგორც კი შენ როგორ არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ როგორც კი შენ იმ წესებით იწყებ ცხოვრებას, იმ წესებით გაგეცემა პასუხი. როგორც შენ პოლიციელი იწყებ დაპატიესდებას და ჩუმად ხალხის წემას და აიკრავ სახეზე რაღაცას და იმ ხელკეტით გაუსწორდები ვიღაც აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანს, რომელიც არაფერ შუაში არ იყო, პირველი ვისთანაც მოუვიდა შეტაკება, რო იცოდეთ ეს იყო ჯგუფი ადამიანების, ვინც კონცერტზე მოდიოდა, რომელსაც არც ოპოზიცია აინტერესებდა, არც პოზიცია აინტერესებდა, გლდანელები იყვნენ თუ თემქელები, მოდიოდნენ კონცერტზე და პირველი იმათ შეეძა. არა, აბსოლუტურად არაფერ კავშირში და იმათ მოხდა და ეხლა იმათმა ეგრე არ არის ეს საქართველოა, ჩემო კარგო და აქ სისხლის აღება მოდის საუკუნეების მანძილზე და დღემდე არ არის აღმოფხრილი. დღემდე ეს იმიტომ კი არა რომ მომწონს. არა, ეს რეალობაა, ეხლა მუქარა არ არის, არ მომწონს მე ესა და ყოველთვის ამის მოწინააღმდეგე ვიყავი და არასოდეს ჩემ ცხოვრებაში მეცაც გეტყვით, ეს არც გამიკეთებია და ჩემს გარშემო, ჩემს შვილებს, ჩემი შვილის მეგობრებს ამას ვასწავლი, რომ თავარ მოთმინება და პატიებაა კაცობა და არა აბაროტის აღება, მაგრამ ეს რეალობაა ამ ქვეყნის, როგორც კი შენ თავში კეთს ურტყავ კაცს, უნდა იცოდე, რომ ის კეთი უკან მოხდება. უფალი ამბობს რა, რითიც ასე ვთქვათ, რასაც მოიხმარ, იმას მიიღებ რა.
გასაგებია. დასთესავ იმას მოიმკი. კარგით, ვანო მერაბიშვილი თესავს ძალადობას, თესავს უკანონობას, თესავს ძალმომრეობას და მაგას მიიღებს უკან. მაგას და მიიღო კიდეც. ორი პოლიციელი არის დაჭრილი. როგორ ფიქრებთ, რომელიმე ჭკუად მყოფელი გინდა იმ ვთქვათ სახალხო პატრულიდან, რომელსაც მთელი საქართველო იცნობს და რომელზეც ყველაზე დოსია არის უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროში. გინდა ის ადამიანები, ვინც აქტიურად მონაწილეობენ მიტინგებში, ახალგაზრდები, ვინც ასე ვთქვათ აქტივისტები, რომელიმე მათგანი ჭკუაზე მყოფი დანას იხმარდა? ესე იგი ეს იხმარეს ადამიანებმა. რომ თვითონ იმ მართმა მოგზაურმა ადამიანებმა. არა, მაგას არ ვეჭვებ, არ ვიცი, არ ამგონია რომ ეხლა მაგდენა თუ გადაერია მერაბიშვილი რომ საკუთარ პოლიციელებს აჭრეინებს ერთმანეთს. ეს უკვე კლინიკური შემთხვევაა და ნუ ეხა ერთი პალატა გამოჩდება ორივესთვის, მაგისთვისაც და მისასთვისაც. მაგრამ მე რას ვამბობ, ესე იგი აქ უკვე ჩაერია, უკვე აღმოჩნდნენ ძალები ჩათრეული, რომელიც არაფერ კავშირში არ არის პოლიტიკასთან და ვთქვათ აი ამ პოლიტიკურ უკვე აღმოჩნდნენ ჩათრეული რაღაცა კრიმინალური ძალები, გინდა არ გინდა და ვინ არის ამის მოთავე? ვინც აგზავნის ზონდერებს დასარბევად. თან ძალიან მნიშვნელოვანია, მინდა გითხრა, წარმოიდგინე, პირველი დარბევა, ეს არის ბზობა, მეორე დარბევა არის 6 მაისი, ეს არის გიორგობა, მესამე დარბევა არის ამაღლება. შენ ვინმე დამაჯერებს მე რო ეს შემთხვევით ხდება? თუმცა გიორგობის და ამაღლების შემთხვევაში მოდით ერთად გავიხსენოთ, წეღან თქვენც ახსენეთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ ვთქვათ, მოხდა აი მათი მხრიდან, მომიტინგეების მხრიდან თავდასხმა 6 გიორგობას მოხდა ვთქვათ რაღაც კანონის დარღვევა. ეხლა ზულაძე რას ლაპარაკობს? ერთია შინაგან საქმეთა სამინისტრო თეთრზე შავსიძახის და სააკაშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტრო უტიაშვილის სახით დღემდე იძახეს რომ ომი მოვიგეთ, მაგრამ ნუ ეხლა რას იძახიან მე ისე ისინი კანონგარეშე დადგნენ მორჩა. აი სწორედ ამაზე მინდა ბატონო გოგა დაგისვათ კითხვა, თქვენ ახსენეთ წეღა რომ ერისულიერი მამა, რომელიც არის ერთადერთი მართლა ვისაც ყველა ენდობა. იქ დღეს გაიჟღერა ასეთმა რაღაც თემამ ვანო მერაბიშვილის ყოფნამ საკურთხეველში. საკურთხეველში არ ყოფილა? აი თქვენი პასუხი მაინტერესებს და რა ზეწოლა? ერთადერთი პოლიტიკური ოპონენტი ხელისუფლების, რომელიც იყო საკურთხეველში, ვიყავი მე. მეტი იქ არც ერთი პოლიტიკოსი ჩვენი მხრიდან არ შესულა. არ უცნობის გარდა. უცნობი უწმინდესმა თვითონ ასე ვთქვათ, დაუძახა უწნობს. მე შევედი სპეციალურად, იმიტომ რომ მე ცოტა გვიან მოვედი, დიდხანს მოვდიოდი და ეხლა მცხეთიდან მოვდიოდი, ფეხით დავიღალე რა, სტადიონზე მოვედი, მე სტადიონიდან სანამ იქ მივედი, ამიტომ მე ცოტა მოგვიანებით მივედი. თუმცა პატრიარქის მობრძანებას დავხვდი იქ უკვე. ძალიან ბევრი ხალხი იყო და შეუძლებელი იყო ეკლესიაში შესვლა, ამიტომ მე ვაჩერებდი ხალხს, რომ მეთქი არ, ამიტომ ჩემ თავს უფლება ვეღარ მივეცი შევსულიყავი ხა, სხვა საუბნები არ შეხვიდე, შე რატომ მიდიხ. ცოტა ხანში შევედი გვერდზის შემოსასვლელიდან, იმიტომ რომ დამიძახეს, მითხრეს რომ უგულავა მოვიდაო, მოვარდნენო, მოფრინდნენო მანქანებით და იქო რაღაცა შეხლა შემოხლას ქონდა ადგილი და ვიფიქრე, მეთქი ღმერთმა დაიფაროს ეს გაბრაზებული ხალხი, მეთქი და რა ხდება და შევედი საკურთხეველში და დაცვიანა იყო იქა. ყველანი მელაძე იყო, ის ხაბაზი იყო, ეს სამადაშვილი და კიდე ვიღაც ბევრნი იყვნენ ძალიან, კობასუბელიანი და ბევრნი იყვნენ თავისი ასე ვთქვათ ამალი დაცვით რამე და ერთადერთი კაცი იქ ვინც იყო პოლიტიკური ოპოზიციიდან მე ვიყავი, მეტი არავინ. ანუ ვანო მერაბიშვილი იყო სამების ტაძართან პირადად ვანო მერაბიშვილი თავისი თანხლები პირით და ამალით და მე ვიცი რომ მანდ მობილიზებული იყო აი ზუსტად ის ზონდერები, გადაცემული ადამიანების ბევრი ჯგუფი და ის ასე ვთქვათ იმათ ხელმძღვანელობდა, რომ საჭიროების შემთხვევაში ვთქვათ იქ ემოქმედათ ისე როგორც მე რა. რა ზეწოლაზე საუბრობდა უცნობი. მე რატომ გისვამ თქვენ ამ შეკითხვას? იმ დღეებში თქვენ ერთად შემოიარეთ რეგიონები, იყავით ერთად და თითქმის ყველაფერი იცით, ყველა დეტალი ამ თემის. რაზე საუბრობდა? მე გავიმეორებ სიტყვით, პატრიარქი პლენში ყავდათ. მოხდა ზეწოლა. რაზე საუბრობდა? მითხარი, ესე იგი იცით რა არის? იცით რა არის? როდესაც მე არ ვიცი, მე არ დავსწრები ვარ, ბუნებრივია იმ მე შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო. რა შეიძლება მომხდარიყო და ეს არ არის ასე ვთქვათ დიდი სირთულე, როდესაც კრიმინალთან და ისევ ტერორისტთან აქვს საქმე, ბუნებრივია რომ ეხლა რა უნდა ეთქვა. მე ვიცი რომ იყო მთელი ასე ვთქვათ ერთი ამბავი, ესე იგი როგორც კი გამოცხადდა სტადიონზე რომ იქით მივდივარ პატრიარქთან საპატრიარქოში იყო მთელი აი მისვლა ბაქრაძეები, მერე დაურეკა სააკაშვილმა, მერე იყო ერთი ამბავი. ეთქობა, ნუ ხდებოდა შანტაჟი ჩვეულებრივი რომ თუ თქვენ რაიმე სახით, ჩემი ვარაუდით, რაიმე სახით, ასე ვთქვათ,
აგზნობინებთ ოპოზიციას და იმ ხალხს, ვინც იქ არის, თქვენ მხარდაჭერას და რაიმე საკით მათ, შესაძლებელია, რომ ამას მოყვეს ძალიან ძიმე შედეგები. ეხლა ეს ბუნებრივია აბსოლუტურად, რომ ესე იქნებოდა, მე ვფიქრობ, ვარაუდია, მაგრამ ალბათ ესე იყო და მე იმიტომაც არის ჩვენი სულიერი მამა და იმიტომაც არის ისეთი ავტორიტეტის მატარებელი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, მე ამის მომსწრე ვარ. მთელ მსოფლიოში გამორჩეული ფიგურა რელიგიური არის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. ბატონო გოგა, ეხლა აქ ვინმე რომ იყოს თქვენი ოპონენტი, აუცილებლად გეტყოდათ, რომ რა არა აქვს ხელისუფლების წარმომადგენელსო უფლება მივიდეს სამების ტაძარში. სამების ტაძარში როგორ არა აქვს უფლება? შანტაჟის უფლება არ აქვს, თორე რა თქმა უნდა აქვს უფლება. მაგრამ არ უნდა, რა თქმა უნდა შანტაჟი იყო. ეს იყო მცდელობა, ეს იყო გეგმის ნაწილი. ხაფანგები დაგვიგეს, ერთ-ერთი იყო ტელევიზიაში ხაფანგი დაგებული და მინდა გითხრათ, რომ სპეციალური ჯგუფები იყო გამოგზავნილი, რომელიც რუსთაველზე ყვიროდა, რომ ტელევიზიისკენ დავიძრა თქვენთან, აი პირველად ტელევიზიისკენ, თუმცა ცნობილი იყო, რომ გაჭედილი იყო სპეცნაზით აკაურობა და ბევრად იმაზე მეტი ვიდრე სხვა დღეებში და ეს იყო ხაფანგი. და მე მინდა გითხრათ, რომ ხაფანგი რომ მომხდარი იყო რაღაც შეტაკება, ზუსტად ამ გეგმის ნაწილი იყო აი ამ ხელისუფლების წარმომადგენლების მისვლა, იმიტომ რომ იმ დღეს არ იყო არც რელიგიური დღესასწაული, რომ ასე ვთქვათ, კი ბატონო, ეკლესიაში როცა გინდა, მაგრამ როცა იცი, რომ სტადიონიდან დაიძრა 10,000-ობით ადამიანი, არნახული მანიფესტაცია ხდება თბილისში და განწყობა ამ ადამიანებისთვის, მე ვფიქრობ, ეჭვს არავისი არ იწვევს, ხო? და მანდ რომ მიდიხარ და სპეციალურად და თანაც იქ დიდი ჯგუფები იყო. ესე მარტივად არ არის, ახლა ამას ცალკე გადაცემა უნდა, რომ მთელი ანატომია ახსნა ამ ტერორისტების მოქმედების, მაგრამ ეს, ასე ვთქვათ, მე ვერ გეტყვით, რომ დიდი ღრმა გონიერებიდან გამომდინარეა. ერთადერთი მიზანი, რაც გააჩნიათ ამ ხალხს, რომ და წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება, რომ ისინი იწოდებოდნენ ქვეყნის ხელისუფლებად, რომ რაიმე სახის დაპირისპირება გამოიწვიონ. კარგით. ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ და ვიდრე დაგემშვიდობებით, ბატონო გოგა, მინდა დაგისვათ ბოლო კითხვა. ეს იყო კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ძალიან შთამბეჭდავი, სანახაობრივად, ემოციურად და უამრავი ადამიანი ქუჩაში გამოსული, რომელიც ცდილობს, რომ თავისი ხმა მიაწვდინოს ხელისუფლებას. თქვენ შემდეგ ჩვენი სტუმარი იქნება გიორგი ბარამიძე და მე მას აუცილებლად დავსვავ ამ შეკითხვას, რა გაიგო 26 მაისიდან, აი ამ ხალხის პროტესტიდან ხელისუფლებამ, მაგრამ თქვენ როგორ მიპასუხებთ, ესაა ჩემი ბოლო შეკითხვა. ამოიწურა ამით ის საპროტესტო ძალიან ძლიერი ტალღა, თუ წინ არის კიდევ ბრძოლის რაღაც ახალი ეტაპი. რატომ გისვავთ ამ შეკითხვას? სიტყვა არ მისცეს შალვა ნათელაშვილს, რომელიც აშკარად განაწყენებულია, ვიცით გუბასანი ის ეროვნული ფორუმის განწყობები და პოზიცია, ვიცით კონსტანტინე გამსახურდიას და იგივე ირაკლი ალასანია, რომელიც დღესაც ამბობს, რომ იგი ემიჯნება რკინიგზების მაგისტრალების გადაკეტვას და საჭირო არის დიალოგი. გაჩნდა ასეთი მოსაზრება, რომ ოპოზიციაში ხდება რაღაც ძალიან როგორც თელ ქვეყანაში ხდება 2 წუთი თუ მომწე. დასაკვირველი ეს ამ ბოლო მოხდა ბუნებრივი, ეს აბსოლუტურად ლოგიკური პროცესია, იმიტომ რომ 26 მაისი იყო ეტაპი, უსერიოზულესი ეტაპი, რომელმაც აჩვენა, რომ ამ ქვეყანას ხელისუფლება არ აყავს. არ აყავს ის რაც ესენი იბრალებენ, ეს ხელისუფლება არ არის, იმიტომ რომ ხელისუფლება, რომელიც არ მონაწილეობს ქვეყნის პროცესებში, ის ხელისუფლება სად არის კაცმა არის, ისე ვიმეორებ. ჩამოიშალა მთლიანად ეს სტრუქტურა და რაც თავარია საპროტესტო ასე ვთქვათ, განწყობა ქვეყანაში არის უზარმაზარი რა, რომ არც ერთი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ ესეთი რამე არ ყოფილა, ნუ მარტო ბოლშევიკური, ასე ვთქვათ, მე ვფიქრობ. ეს ერთი. მეორე, პროცესები ბუნებრივია, ყველა მიხვდა, რომ სააკაშვილი დამთავრდა. ტექნიკური მხარეა დარჩენილი, ეხლა რა ფორმით იქნება, რა სახის არჩევნები როდის როგორ დაინიშნება, ამიტომ ეხლა ის ერთი მიზანი რჩება, მაგრამ ყველა მიფიქრა, მაინც ეს პოლიტიკური ორგანიზაციებია. ეს ხო საძმო არ არის და რაღაც საბიძაშო. პოლიტიკური ორგანიზაციებია. მიზანი დარჩა, მიზნის გარშემო ერთობა დარჩა, მაგრამ ყველა თავის გზის ძებნას იწყებს. მე ამაში ცუც ვერაფერს ვერ ხედავ, ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესი, რა ფორმით, რამდენად ასე ვთქვათ, შეხმატკბილებულად ერთმანეთთან ურთიერთობაში კეთდება. ეს ხო არის, შალვას რო სიტყვა არ მიცეს, მე მგონი ეს იყო შეცდომა, უგონდა არ იყო განზრახ შეცდომა, ამას სრული პასუხისგებლობით ვიძახი. ამის გამო შალვას ის ხატი მივეცი, რომელიც გზაში ვატარე და ერთი რამე მინდა გთხოვოთ რა, ეხა გია შემოვა ბარამიძე და თქვენ გაქვთ ესეთი ტრადიცია, რომ ერთმანეთს კითხვებს უსმენთ. მე ერთი ძალიან მოკლე მარტივი კითხვა მაქვს გია ბარამიძეს და მე მინდა ვკითხო, მერაბ ბრატიშვილი მაგას დღესაც ნარკომანი გონია თუ ის პოლიტიკური პატიმარია? ეს კითხვა ძალიან მინდა რომ მოკლე პასუხი გაცეს, ეხლა იქ დემაგოგი არ მინდა. ან კი ან არა, მერაბ ბრატიშვილი არის ნარკომანი, წყალწაღებული, როგორც ის წარმოადგინა იმ სასამართლომ, ვისაც ესენი თავისუფალს ეძახიან, თუ ეს არის პოლიტიკური პატიმარი? დიდი მადლობა, ბატონო გოგა, მინდა გისურვოთ წარმატება თქვენ და ჩვენს ქვეყანას მშვიდობა. კარგად გრძანდებოდეთ.
მოგივიძებთ. მაშასე თქვენ უსმედით გოგა ხაინდრავას, მე მას ვემშვიდობებით. 2-3 წუთში ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება გიორგი ბარამიძე. დასაკვირველია მე მას დაუსვავ შეკითხვას, რომელიც ეხა მოვისმინეთ ბატონი გოგა ხაინდრავასგან. ისე ერთი საინტერესო განცხადება, რომელიც მე სხვა განცხადებასთან ერთად დამამახსოვდა ამ დღეებში ეკუთვნოდა ნინო ბურჯანაძეს. პრეზიდენტმა მთელ მსოფლიოში მესიჯები დაგზავნა, რა დროს პოლიტიკური ბრძოლა რუსეთი გვებრძვისო. თუ პოლიტიკის დრო არაა, თუ შენი ხალხის მოსმენის დრო არაა, რა გეფეხბურთება ადამიანო, რომელმაც ქვეყნის ამდენი პროცენტი დაკარგე. მაშასე გიორგი ბარამიძეს ვხოვთ სტუდიაში. ბატონო გიორგი, საღამომშვიდობისა, როგორ ბრძანდებით? ხო, დაიკავოთ თქვენი ადგილი. ძალიან დიდი მადლობა, რომ იღებთ მონაწილეობას გადაცემაში. შეკითხვა, რომელიც ბატონმა გოგა ხაინდრავამ დატოვა, მოდით პირდაპირ ამაზე მიპასუხეთ და გადავიდეთ შემდეგ მთავარ თემებზე კვირის. მერაბ რატიშვილთან დაკავშირებით, იგი დღესაც ნარკომანი გონიაო, კითხეო თუ პოლიტპატიმარი? ხო, პოლიტპატიმარი არ მგონია, იმიტომ რომ მერაბ რატიშვილი პოლიტიკური მოღვაწე არ ყოფილა საქართველოში და დანარჩენს ალბათ გაარკვევს სამართალდამცავი ორგანოები. ნარკომანობას რაც შეეხება? გაარკვევს სამართალდამცავი ორგანოები, ეს არ არის ჩემი კომპეტენცია. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. მე არ ვიცი რამდენად დააკმაყოფილა ბატონი გოგა ამ პასუხმა. მე კი ბატონ გიორგისთან გადავდივარ კვირის მთავარ შეკითხვებზე. შეკითხვებით უпростоრეთ პრინციპში ვთქვი, ერთ-ერთი დასამახსოვრებელი განცხადება ეს ეკუთვნოდა სწორედ ნინო ბურჯანაძეს. აღარ გავიმეორებ. თუ კი პრეზიდენტმა მთელს მსოფლიოში მესიჯები დააგზავნა, რომ რა დროს პოლიტიკური ბრძოლა რუსეთი გვებძვის და ამ დროს ოპოზიცია გამოდის და ასეთ საპროტესტო აქციებს აწყობს, ამ დროს შე რა გეფეხბურთება. მოდი დავიწყოთ ამაზე საუბარი თუ შეიძლება. და კიდევ ერთი რა გაიგო ხელისუფლებამ ხალხის ამ საპროტესტო გამოსვლიდან გრანდიოზული მასშტაბური აქცია, რომელიც შედგა ეროვნულ სტადიონზე. მაინტერესებს პირველი ნაწილი ამდენად გულწრფელად აქვს გაცნობიერებული ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს, რომ რუსეთი ნამდვილად გვებძვის, რომ რუსეთთან ჩვენ ვიმყოფებით ომში, იმიტომ რომ სამწუხაროდ მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, რომელსაც რუსეთი არ აღიარებს და არ ასრულებს და არა სამშვიდობო ხელშეკრულებას, რისგანაც ჩვენ მივისწრაფით, გვინდა რომ რუსეთთან მოვაგვაროთ ურთიერთობები, მიმდინარეობს ჟენევაში მოლაპარაკებები, მოკლედ რუსეთთან ვართ ომში. და იმ ვითარებაში, როდესაც ვართ რუსეთთან ომში, რამდენად სწორი არის ის, რასაც ხარობს დღეს ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი, რომ თურმე ხელისუფლება ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას. და საკუთარ თავს დაუსვან შეკითხვა, რამდენად სწორია საკუთარი სამშობლოს ხელისუფლება ჩამოშლილი დაინახო და გიხაროდეს ეს, როდესაც ქვეყანას ყავს მტერი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ იმ დონეზე, რაც არ უნდა ერთმანეთისთვის შეურაცხყოფა მიგვეყენებიოთ, ხო, მე არავის არ მიმიყენებია, მაგრამ მოდით ასე ვთქვათ, რაც არ უნდა დაპირისპირებული იყოთ, მტრებად ერთმანეთს არ აღვიქვამთ, ხო, მე ასე არ აღვიქვამ. და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ოპონენტების მტრებად არ აღვიქვამენ და როდესაც ვერ არჩევ მტერს და მოყვარეს, მაშინ მქონდეს პრეტენზია ამ ქვეყნის ხელისუფლებაში მოსვლაზე, ეს რბილად რო თქვა არასერიოზულია. რატომ ვერ არჩევენ ისინი მტერს და მოყვარეს? მე შეგახსენებთ აგვისტოს ომის შემდეგ მორატორიუმი გამოაცხადა ოპოზიციამ და ღიად გააკეთეს განცხადება, რომ ისინი არ უპირისპირდებოდნენ იმ მომენტში ხელისუფლებას. ეს იყო სწორი საქციელი და ოპოზიცია უნდა ყოფილიყო სწორედ თანმიმდევრული თავისი იმ მოქმედების გამგზელებელი და იმ ლოგიკის მიხედვით და შესაბამისად უნდა სანამ რუსეთის საფრთხე გვაქვს რეალურად ქვეყნის შიგნით ნებისმიერი დესტაბილიზაცია არის რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმა. ეს არის 2-2-4 და მეორე. შეიძლება იმ დროს განახორციელო პოლიტიკური ბრძოლა, თუნდაც ეს იყოს ძალიან მწვავე, მაგრამ გიხაროდეს რომ შენი ქვეყნის ხელისუფლება ვის უხარია უკაცრავად? მითხარით, აი ვისი სიხარული დაინახეთ? რამდენადაც მე ვხვდები ფაქტი, რომ აი როცა ლაპარაკობენ ის, აი დამთავრდა სააკაშვილი, დამთავრდა ხელისუფლება აღარ ფუნქციონირებს, ეს არის მათი ასე ვთქვათ მიღწევად თვლიან ისინი, ანუ უხარიათ, ანუ ეს იყო მათი მიზანი. სხვაშორის ამას არც მალავდნენ, ხო? ისინი ამბობდნენ, რომ სხვაშორის იგი შეფასებაა და არა სიხარული. არა, ეს დაისახეს მიზნად. როდესაც რაღაცას დაისახავ მიზნად და მე ამბობ რომ მე ამ მიზანს მივაღწიე, ბუნებრივია კმაყოფილების გზნობით ამბობ ამას, ხო? ისინი იმასაც კი ამბობდნენ, რომ ჩვენ იქამდე გავაგზავნებთ ამ აქციებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკა ჩამოიშლება და სააკაშვილი პენსიებს და ხელფასებს რო ვეღარ გასცემს, მერე ხალხი მათ გააგდებს აქედან. ანუ აი ეს რო გიხარია და ეს რო გინდა, ჩემი აზრით ეს არის თავისთავად სერიოზული პრობლემა. და ნინო ბურჯანაძის განცხადებით, სწორედ ამიტომ დავიწყე. ნინო ბურჯანაძე ამბობდა, რომ თუ კი ამხელა და ასეთი სერიოზული პრობლემაა ქვეყანაში, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს აქციების და იმაში გამართვაში ადანაშაულებ, შენ ამ დროს რომში მიდიხარ ფეხბურთის ფინალური მატჩის საყურებლად, პრეზიდენტი რამდენად ფინალური მატჩის საყურებლად გააჩნია ვინ როგორ უყურებს პრეზიდენტის მოღვაწეობას. ჯერ ეს ერთი მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ომში მყოფ ხელისუფლება
ხელისუფლებას მართებს სიმშვიდე და მართებს სიმტკიცე და მართებს იმის გამოვლენა, რომ რეალურად მისი ხალხის იმედი აქვს ხელისუფლებას, მისი ძალების იმედი აქვს და თავდაჯერებულია და თუ საჭიროა იტალიაშიც უნდა წავიდეს და ამერიკაშიც უნდა წავიდეს, მაგრამ იტალიაში ერთის და იტალიაში პრეზიდენტი შეხვდა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრს. ანუ ვინ როგორ უყურებს მოვლენებს, აი ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. და ასევე მას ჰქონდა ძალიან სერიოზული ბიზნეს შეხვედრები იტალიის სხვა ქალაქებში. არა, ამან იმითომ ასე მკვეთრად, რომ უბრალოდ 26 მაისი უძღოდა წინა დღეს სწორედ ათასობით ადამიანი გამოსული, მე თქვენც მინდა სხვათა შორის დაგისვათ. ახალი იყო ჩვენთვის ესა, რომ ათასობით ადამიანი გამოვიდა და პროტესტებს გამოხატავს თავის გულისწყრომას, გამოხატავს თავის აღშფოთებას. ახალი იყო ალბათ თავისი მასშტაბურობით, თქვენთვის რა იყო 26 მაისი, როგორ არის? 200,000 კაცი ვიყვანეთ მანამდეო, ხო, ორჯერო, ხო? ამიტომ ახალი არაფერი არ ყოფილა. ეხლა იყო თქვა 50-დან 60,000-მდე, ხო? ამიტომ ახალი არაფერი არ ყოფილა. ჩვენ ძალიან კარგად ვის უფრო მეტის ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არ არის 60,000 კაცი. ეს არის 500,000 კაცი, შეიძლება მეტიც, რომელიც ოპონენტია, სერიოზული ოპონენტია ამ ხელისუფლების. ეს არის ნორმალური. და ისიც ნორმალურია, რომ ჩვენს ქვეყანაში მანიფესტაციები ტარდება, მაგრამ არანორმალურია, რომ ამ მანიფესტაციებს ატარებს ადამიანები, რომლებსაც აი ეს უხარიათ ხელისუფლების ჩამოსვლა, როდესაც ომი არის და როდესაც რუსებს ტანკი ყავს დაქოქილი 40 კილომეტრიდან საქართველოს დედაქალაქიდან 40 კილომეტრის მოშორებით, ეს ერთ. და მეორე, როდესაც ეს ადამიანები ვერ ახორციელებენ სრულ კონტროლს იმ ადამიანებზე, ვისაც ისინი წინ ამძღოლობენ. და ჩვენ ამ დღეებში დავინახეთ კარგად, რომ თვითონ მათ თქვეს, რომ ჩვენ აი ეს ავაცილეთ, ის ავაცილეთ, ხალხს ეს უნდა და ერთ-ერთი ლიდერი გამოვიდა თქვა, რომ ხალხმა კინაღამ ჩამქოლა. აი ეს არის პრობლემა. ჩვენ სწორედ ამაზე მიუთითებით. ეხლა მოვისმინე გოგა ხაინდრავას ლაპარაკი, რომ თურმე იქ უკვე აი ამ პროცესებში კრიმინალური ელემენტები ჩაერთნენ. სწორედ მაგას მოგახსენებთ, რომ ვინ არის იმის გარანტია, რომ როდესაც 100,000 კაცი იყოს თუ გინდა და იქ 100 კაცი პროვოკატორი არ შეერევა და ქვეყნისათვის უბედურებას არ დაატრევს. გარანტია თვითონ ოპოზიციის ლიდერები, მე შეგახსენებ ლევან გაჩეჩილაძის განცხადებას, რომ მე არ ვაპირებ, რომ სააკაშვილის გულისთვის თუნდაც ერთი ადამიანი ძალიან სწორი განცხადება იყო, რა თქმა უნდა. ოპოზიციის ლიდერებმა მოახერხეს აი ამ დაძაბულობის განეიტრალება და ამავდროულად მან თქვა, რომ თუ ვინმეს უნდა იარაღით ხელში წასვლაო, მე დიდი სიამოვნები დაუთმობ ადგილსო და მეცო რიგი ჯარისკაცად გავყვებიო. ეს არ ამგონია, რომ სწორი განცხადება იყოს თავისთავად, თუმცა გასაგები იყო, რომ მან შეეცადა დაეცხრო ეს ნებათაღელმა, მაგრამ ბოლომდე ის არ თქვა, რაც უნდა ეთქვა, ანუ იარაღით ხელში თურმე მას გავყვება რიგი ჯარისკაცად. თქვენ ფიქრობთ, რომ ლევან გაჩეჩილაძეს უნდა იარაღით გადატრიალება, ან რომელიმე ლიდერს ვინც სწორედ ამაზეა საუბარი. ინგა, რასაც ფიქრობს აი ის უნდა თქვას, რომ თუ კი იარაღზეა საუბარი, მე რიგი ჯარისკაცად კი არ გამოყვები, არამედ საერთოდ არ გამოყვები და შეგეწინააღმდეგები. აი ამაზეა საუბარი, ეს ერთი. და მეორე, როდესაც საუბარი არის, რომ აკონტროლებენ თუ არა, ვეღარ აკონტროლებენ, ამაზეა საუბარი. როგორ ვერ აკონტროლებენ? აი დაჭრეს ეს ორი პოლიციელი, ხო? არავის არ უთქვამს, რომ ეს იყო პროვოკაცია თავად ხელისუფლების მხრიდან. ამ წუთას საუბრობდა ბატონი გოგა ხაინდრავა. მე ბოლოში მოვწარი და უსმენდი, რომ ვანო ბერაბიშვილისგან არ ამგონიო ეს გაკეს დიდი ჟესტი იყო, ასე ვთქვათ. არა, საუბრო პოლიციელების იქ შეგზავნაზე, ვთქვათ, იმ ტერიტორიაზე, სადაც მიტინგი იყო, კონცერტი. დაჭრაზე გელაპარაკებ და თვითონ თქვა, რომ კრიმინალური ელემენტები ჩაერთნენ. და ვინ არის ამის გარანტია, რომ რუსეთი არ დაიქირავებს კრიმინალურ ელემენტს ან ვიღაცას შეგნებულ აგენტს და არ დაატრიალებს უბედურებას. ამაზე მოგახსენებთ მე თქვენ. ამიტომ პოლიტიკური ბრძოლა, რა თქმა უნდა, უნდა გაგრძელდეს. და 26 მაისს ჩვენ დავინახეთ ის, რაც დავინახეთ მანამდეც, რომ ამ ქვეყანაში არის უამრავი პრობლემა. ამ ქვეყანაში არის არა მარტო ეკონომიკური პრობლემებით გამწარებული ადამიანები, არამედ უსამართლობის გამოც გამწარებული ადამიანები, არამედ ადამიანები, რომელსაც ეს განცდა აქვს, რომ არ არის ყველაფერი რიგზე ჩვენ სახელმწიფოში. ამას ეს ხელისუფლება აღიარებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე შენს გადაცემაში თქვი ამის თაობაზე. ხელისუფლებამ ბევრი რამ ისწავლა მისი წარსული შეცდომებიდან. არა ლაპარაკი, რომ იდეალურია ხელისუფლება, შეცდომებს აღარ დაუშვებს მომავალში, ნებისმიერი ხელისუფლება უშვებს შეცდომას, რაც არ უნდა კარგი იყოს და ჩვენი ხელისუფლებაც მომავალში ალბათ დაუშვებს შეცდომას, მაგრამ აი ეს მიდგომა, აი ეს ასე ვთქვათ, დამოკიდებულება ნამდვილად შეიცვალა ხელისუფლების მხრიდან, ბევრი რამ ისწავლა ხელისუფლებამ და აღარ არის ლაპარაკი, რომ აი მე ბევრი ვარ, მე პარლამენტში ჩემი უმრავლესობა არ მაინტერესებს. ხელისუფლებას თავაზობს, რომ მოდით ასეთ პროცესებს თავი დავანებოთ, როდესაც ქვეყნის ეკონომიკა ზარალდება, როდესაც ის იმუშევარი
სამუშაოს შოვნის შანსს ვეღარ ხედავს, იმიტომ რომ უარესდება სიტუაცია, თქვათ, ეკონომიკურად, იმიტომ რომ ინვესტორს არ უნდა ყველა ელოდება, როდის დამთავრდება პიკეტები, რკინიგზის პიკეტი, როდის დამთავრდება ცენტრალური პროსპექტის პიკეტი და ასე შემდეგ, შევარდნები და გამოვარდნები. აი ეს რომ დამთავრდება, მე იმ უმუშევარს გაუშვება პერსპექტივა, რომ სამუშაო იშოვოს. შევარდნები და გამოვარდნები ბიზნესში ძირითადად ხელისუფლების მხრიდან აქვს. აღარ არის კარგახანია და ეს დაგმობილი იქნა და სამართლიანად და ეს იმ რკინიგზაზეც ეხა სამართლიანად უნდა ვთქვათ, რომ ძალიან ცოტა ხნით იყო, ხო? ეს არა აქვს მაგას მნიშვნელობა. მანამდე უკვე როგორც კი განცხადება გაკეთა, რომ რკინიგზა გადაიკეტება, უკვე ვისაც სტრატეგიული აზროვნება აქვს და იქ ნავთობის კომპანიები არის, რომლებიც ეზიდებიან, რის გამოც საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ეზიდებიან ცენტრალური აზიიდან დასავლეთისკენ ნავთობს, იმათმა იმ წუთას მიიღეს შესაბამისი სიგნალი, მათ აქვს სამართლის პროცედურები და გადაამისამართეს ეს ნავთობის ასე ვთქვათ ტრანზიტი. ეს ძალიან სერიოზული პრობლემა ჩვენ ხოლმე. ამის შემდგომ, როცა უკვე ფაქტიურადაც განხორციელდა გადაკეთვა, ძალიან სერიოზული პრობლემა. გარდა ამისა, ის ადამიანები, რომლებსაც დღეს აქვთ სამუშაო ადგილი, შეიძლება ამის გამო, ამ პროცესების, ეკონომიკური პროცესების გაუარესების გამო დაკარგონ სამუშაო ადგილი. ამის საფრთხე არის. მადლობა ღმერთს, ეს ჯერ არ დაწყებულა. უკაცრავად უნდა შეგაწყვეტინოთ ახლა. მე დავასრულებ, ამიტომ ვამბობ, რომ ადამიანები, რომლებიც თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებენ ისეთ მეთოდებს, რომლებიც ზიანს აყენებს ომში მყოფ თავის სამშობლოს, მე ვფიქრობ, რომ არ არიან ღირსი იყონ ამ ქვეყნის ხელისუფლებას. ძალიან კატეგორიულია ეხა თქვენი განცხადება. ძალიან კატეგორიულია, იმიტომ რომ სწორედ ამ ომის გამო ითხოვს ეს ხალხი ხელისუფლებიდან სააკაშვილის წასვლას და სხვათა შორის მე შეგახსენებ, თქვენ კი ამბობთ, რომ იქ უამრავი ადამიანი არის რაღაც პრობლემების გამო, მაგრამ ბევრი ადამიანი მუშაობს და არა უმუშევრობამ გაიყვანა, არამედ ღირსების ეს ომი რატო იმიტომაც მოახდინა რუსეთმა, რომ მან ჯერ ესეთი ძალიან კარგად მოამზადა ეს არა მარტო სამხედრო თვალსაზრისით, არამედ პროპაგანდისტული თვალსაზრისით და ნურავის ნუ ეგონება, რომ რუსეთი ამ ომს დაიწყებდა ისე, რომ ყველა ერთმნიშვნელოვნად რუსეთს დაადანაშაულებდა. რა თქმა უნდა, გააკეთებდა ისე, რომ ყოფილიყო საორჭოფო საქმე და მსოფლიოშიც და ქვეყნის შიგნით განხეთქილება შეეტანა საქართველოს წინააღმდეგ. ხა აბსურდია, რომ დღეს ვინმე საქართველოს რეალურად თუ ჩაუკვირდებათ საქართველოს ხელისუფლებას რაიმე დააბრალოს, მაგრამ ამას წინ რა უძღოდა? ჩვენივე პოლიტიკოსების, ჩვენივე ოპონენტების, როდესაც რუსეთი ჩვენ გბომბავდა, ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ თურმე ვანო მერაბიშვილი თხრის ორმოებს და დებს შიგნით იმებს, რა ქვია, კარგით, მე კიდევ ერთხელ შეგახსენებ ბატონო გიორგი, რომ ოპოზიცია იყო ძალიან თანმიმდევრული, ძალიან შეთანხმებული. არ გინდა რომ ეს გაიხსენო, იმიტომ რომ როგორც ჩანს არ არის ასე ვთქვათ ხელსაყრელი. გავიხსენოთ ჩემთვის, მე არ ვარ ოპოზიციის წარმომადგენელი, რას ნიშნავს არა. აი ესეთი მეთოდები, როდესაც რუსეთის პროვოკაციები, რუსეთის დარტყმები საქართველოზე განხილული იყო, როგორც საქართველოს ხელისუფლების თამაშები და თურმე აქ რუსეთის ხელისუფლება არაფერ შუაში არ ყოფილა, ამანაც მოიტანა ეს აგრესია. და დღეს არის ჩემი აზრით ძალიან დიდი დანაშაული, როცა საკუთარ ქვეყანას ფაქტიურად, იმიტომ რომ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლება წარმოადგენს ამ ქვეყანას. ადანაშაულებ იმ აგრესიაში, რომელი აგრესიაც განახორციელა უკვე კარგახნის ყველასათვის ცნობილმა აგრესორმა, რომელიც 17 წელია გვებძვის ჩვენ. და ეხლა ამ ხელისუფლებამ, როცა მოახერხა და ღიად თქვა, რომ ჩემი მტერი აფხაზი კი არ არის, ოსი კი არ არის და ნამდვილად არც არასდროს არ ყოფილა თუ ოდესმე რაიმე ამდაგვარი ასე ვთქვათ ემოციები და სენტიმენტები საქართველოში იყო, ესეც თავს მოხვეული იყო, რა თქმა უნდა. არამედ არის რუსეთის ხელისუფლება, არა რუსეთის ხალხი, არა რუსი ხალხი, არამედ რუსეთის ხელისუფლება და პუტინი. აი ეს მოახერხა, აი ამიტომ ამ ვითარებაში დღეს აი ამ ხელისუფლების დაპირისპირება არის ძალიან არასწორი. მე მივესალმები ეს პარალელი, ეხლა თქვენი გადაცემის განმავლობაში ხას უსვამთ ამ რუსულ ფაქტორს. მე მივესალმები, იმიტომ უსვამ, რომ ეს არის თავარი ფაქტორი. სააკაშვილთან შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილის რაღაც რუსთან კავშირზე იყო ლაპარაკი, ბურჯანაძის კავშირებზე რუსეთთან. ძალიან უყვარს ამ ხელისუფლებას რუსეთზე მიღმა. პოლიტიკური დაპირისპირებები. დეტალები. დღეს ვარ ჩვენ ომში და ეს არის მთავარი და რატო არის უცნაური ეს გადანაშაულებთ ბატონო გიორგი, ამას ვაკონკრეტებ. ოპოზიცია რომ ომში ჩაითრია ამ წლების განმავლობაშიო თავისი პოლიტიკით, რუსეთთან პოლიტიკით, თუნდაც ხელისუფლება. როდესაც აჭარა დავიბრუნეთ მშვიდობიანად, რომელი პოლიტიკით, როდესაც ქვეყანაში 14 ლარიანი პენსიით დღეს პრაქტიკულად დაახლოებით 100-დან 150 ლარამდე იღებს შემწეობას. ცნობილი მკვეთრი განცხადებებით, ლილიპუტინებით, ფეკალიებით და ასე შემდეგ თუნდაც. ლილიპუტინი არ უთქვამს და თქვენს ნუ იმეორე, ეს ძალიან კარგად იცით, რომ ლილიპუტინი არც ერთ მაშინ უწოთა ხო. კარგით, ამაზე არ ვიდაოთ, შეიძლება 26 მაისზე უნდა ვისა. არა, მე გახსენებ თქვენი ოპონენტების ბრალდებას. მე კი არ ვამბობ. ვიხსენებ ბრალდებას იყენებ. ხო და პასუხ ცემ და ახლა რა თქვია ბრალდებას მიყენებ ოპოზიციის სახელი და მე არ მაპასუხებია, ეს სადაური თამაშია. მე გეუბნები, ეგეთ რამე არ უთქვამს არაზოს სააკაშვილს.
და თუ ეგრე არის, მაშინ ამოიღონ და ერთი კადრი აჩვენო, ხო? და ხო ხარ ყველაზე უფრო გამბედავი ჟურნალისტი, რომელსაც არაფერს არ გეშინია. ბევრი გამბედავი ჟურნალისტია, კი ბატონო. ხო და დამთავრდება ეს ასე ვთქვათ დემაგოგია ამ თემაზე. დამთავრდება, არასდროს არ უთქვამს. ერთადერთი რაც თქვა და უნდა თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, რომ მე მინდა რუსეთთან მეგობრობა, მაგრამ არა ჩვენი სამშობლოს ტერიტორიების ხარჯ და მისი თავისუფლების ხარჯ და არა მისი ხალხის თავისუფალი და გონიერი არჩევანის ხარჯზე, რომ ჩვენ ვიყოთ ევროპული სახელმწიფო, ჩვენ ვიყოთ სახელმწიფო, რომელიც იქნება იმ ოჯახის წევრი, რომელიც არაფერს არ ერჩის რუსეთს, რომელიც გააგრძელებს რუსეთთან ნორმალურ ურთიერთობას, მაგრამ სადაც ყველაზე კარგად გამომჟღავნდება ჩვენი კულტურა, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი შესაძლებლობები, პოტენციალი, რაც აქვს ამ ერს და იქნება იმ დიდი წulis შემტანი საერთო ევროპულ ოჯახში ღირსი შანსი ჩვენ გვაქვს და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ამ თქვენი საუბრიდან გამომდინარე, თქვენ კვალს ავლებთ რუსეთთან, ოპოზიციის ქმედებებსა და არ არის საჭირო, ასე ვთქვათ, იმაზე მეტის თქმა, ვიდრე მე ვამბობ. მე ვამბობ, რომ ამ ვითარებაში ღმერთმა დამიფაროს, რომ მე ჩვენს კიდევ ერთხელ მე ვთქვი თავიდან ესა ვთქვი, რომ მე მტრად არ მიმაჩნია ეს ხალხი მეთქი. ხა, მე რომ მიმაჩნდეს, რომ ისინი რუსეთის თამაშს თამაშობენ პირდაპირ შეგნებულად, მაშინ მტრები იქნებიან ისინი. ამიტომ ამით მე ყველაფერი ვთქვი და ეს შეკითხვა აღარ იყო საჭირო უკვე. მე არ მიმაჩნია ესენი მტრებად, ღმერთმა დამიფაროს. მტრებად მიმაჩნია ის ადამიანები, ვინც აი იმ კრიმინალს ჩადის, ვინც არის მზად, რომ აი მოუწოდეს შევარდეთ და ასე შემდეგ და სისხლის ზღვისკენ ვინც მოუწოდებს. და მე მიმაჩნია ასევე მტრად ის ადამიანი, ვინც აიძულებს ოპოზიციას რკინიგზა გადაკეტოს, იმიტომ რომ სისხლის ზღვა აიცილოს. და რკინიგზის გადაკეტვა რომ ძალიან ცუდი რამეა ქვეყნისთვის, ეს ძალიან კარგად იციან მათ. ძალიან კარგად იციან და აი მე ის ხალხი მიმაჩნია მტრად, ვინც სხვა გამოსავალს არ დაუტოვებს ამ ლიდერებს და აი განმუხტვის მიზნით რომ რკინიგზას გადაკეტა. განმუხტვის მიზნით რომ მე არ ვიცი, ეს უკვე მათ უნდა არა, ხომ არ ფლობთ თქვენ. არა, ეს უკვე განცხადებები იყო ამის თაობაზე და განმუხტვის მიზნით ინტოტის ჭრას რო დაიწებ, რომელზეც ზიხარ, ეს არის უბედურება. და ამიტომ მე მიმაჩნია რომ ჩვენს ოპონენტებს ძალიან ბევრი რამ აქვთ ასე ვთქვათ, საფუძვლიანი პრეტენზია და ზოგიერთი ამათგან მე შემიძლია აბსოლუტურად გავიზიარო და დავეთანხმო. მაგრამ რაში ვერ ვეთანხმები? აი ეს მინდა რომ ეს ხაზი გავავლიო. აი ამაში ვერ ვეთანხმები, რომ ბრძოლა უნდა იყოს ნამდვილად პოლიტიკური და არა ქვეყნის დამაქცეველი, არა ეკონომიკის დამაქცეველი, არა იმისკენ მიმართული, რომ შენი ქვეყნის ხელისუფლება ჩამოიშალოს. ხელისუფლება არ ჩამოშლა, არც ჩამოიშლება, მაგრამ რა თქმა უნდა, ხელისუფლება ფუნქციონირებს აი ამ კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე. ბრძოლა რომ იყო დემოკრატიულ ჩარჩოებში, იქცევა კი ეს არ არის დემოკრატია. დასავლეთის ხელისუფლება იქცევა ბევრად იმაზე უფრო ლოიალურად, ვიდრე შეიძლება მოქცეულიყო ამ ვითარებაში. მოდით მაშინ მე შეგახსენებთ ამ აქციების დაწყების დღიდან, ვახოლაღიძის ცემიდან დაწყებული. ვახოლაღიძე ჩემი მეგობარია და ზურა მანჯავიძეზე თავდასხმით დამთავრდა. ხელი აღმართა ვახოლაღიძეზე არის ნაძირალა და კრიმინალი. და ესეთი შემთხვევები უნდა გამოიძოს რაშვაშია. რატომ არ არის გამოძიებული? ამას გისურვებთ ყველა ოპოზიციური ლიდერი შეკითხვას, როდესაც ამ საუბრობთ იმაზე კი არა, რაც დაფარულია. ჩვენ საუბრობთ იმაზე, რაც არის ორივე მხრიდან გაცხადებული. გაცხადებული არის ოპოზიციის მხრიდან, რომ ჩვენ ხელისუფლება უნდა ჩამოუშალოთ. აი ეს არის არასწორი მეთქი. უნდა შევცვალოთ. არა, შეცვალო, კი ბატონო, იბრძოლე. მაგრამ ჩამოუშალო, დაბლოკო, არ მივცე ფუნქციონირების საშუალება, რკინიგზა გადავკეტო, ეკონომიკა მოვარღვიო, ეს არ არის სწორი, ეს არ არის პატრიოტული. ეს არა ამ მიზნით, აი ამ არასწორი მიზნით თქვათ, ისინი კეთილშობილი ადამიანები არ უნდა იბრძოდნენ და სხვათა შორის ძალადობაზე თუ მიდგება საქმე, თქვენი კოლეგები იყვნენ აქ ძალადობის სხვერპლი, ხო? ამ ადამიანების დავაფიქსირე ჩემი პოზიცია. მაგრამ დაფიქსირება არა. აბა მეტი ჟურნალისტის საქმე რა არის? მე დღესაც ვამბობ, რომ ეს იყო ძალიან მძიმე ჟურნალისტზე განხორციელებული არაერთი ფაქტი, რაც ჩვენ ნახეთ და მე ამ შემთხვევაში ისინი ხო ებრძვიან ძალადობას. ისინი ხო ებრძვიან ძალადობას. თვითონ ჩადიან ძალადობას. მაგრამ ხელისუფლება რატომ აგრძელებს? ისინი ხო ებრძვიან უსამართლობას. თვითონ ჩადიან უსამართლობას. ამაზეა საუბარი, რომ ისე რომ დავაყენოთ, აი ნეიტრალური ადამიანის განმოსახედიდან მე ბევრი სხვა არგუმენტი მაქვს, რატო ვარ ამ ხელისუფლებაში და რატო ვიცავ ამ ხელისუფლებას და რატო მინდა რომ ყველაფერი ნორმალურად და მშვიდობიანად წარიმართოს. არც რო იტყვიან, არაფრით მეტი არ არიან იმ ხელისუფლებაზე, რასაც აბრალებენ ხელისუფლებას. არაფრით. და პლუს ამას კიდევ ერთხელ აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ აი ამ დაბლოკებით და აი ამ ასე ერთი კითხვა თუ შეიძლება დამასწრებელი. ერთი წუთით მე მინდა დავასრულო. მე მივესალმები ამ ბრძოლას, პოლიტიკურ ბრძოლას, ეს უნდა გაგრძელდეს ბრძოლა და ეს არის ჯანსაღი და ეს არის კარგი ქვეყნისთვის, რომ ქვეყანაში იყოს ძლიერი ოპოზიცია, ქვეყანაში იყოს პასუხისმგებლობით სავსე ოპოზიცია და ჩვენ ვეცდებით, ჩვენ ამის პირობას ვდებთ, რომ ჩვენ ვიქნებით ამ
კეთილგონიერი, თუნდაც ჩვენ დამი ძალიან რადიკალურად განწყობილი ოპოზიციისადმი, ძალიან პატივისცემით გამსჭვალდოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ისინი არ არიან ჩვენი მტრები, ისინი არიან მხოლოდ ჩვენი ოპონენტები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენ შეიძლება ერთად გამოვიყვანოთ ქვეყანა აი ამ ძიმე მდგომარეობიდან და ერთად წავიყვანოთ წინ. ის წინადადებები, რაც აქვს ხელისუფლებას, ეს არის ჩვენი წინადადებები. თუ რამე სხვა წინადადებები, იმისთვის რომ სისტემური ცვლილებები მოხდეს. წინადადება ის რომ უნდა წავიდეს სააკაშვილი და უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ერთი კითხვა უნდა დაგისვა, თუ შეიძლება. ამას ვაპარაკობ, რომ აი ამის გარდა თუ ყველაფერი წავა კონსტრუქციულ ჩარჩოებში, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა მოიგებს, ჩვენ მოვიგებთ. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი, ჩვენ უნდა შევეცადოთ ერთმანეთს პატივისცეთ, შევეცადოთ ერთმანეთს არ ვლანძღოთ, არ ვაგინოთ და ვიყოთ ერთმანეთის პოლიტიკური ოპონენტები და პოლიტიკური არგუმენტები მოვიშველიოთ ერთმანეთის საწინააღმდეგო. ყოველგვარი პოლიტიკური არგუმენტების მიღმა უნდა გკითხოთ. მოусმინოთ ასევე პატრიარქს, რომელზეც ხშირად არის საუბარი, რომელმაც თქვა, რომ როგორც გინდათ ისე მოაგვარეთ საქმე, მშვიდობიანად მოაგვარეთ საქმე, გინდა არჩევნები დანიშნეთ, გინდა მოილაპარაკეთ, რაც გინდათ ის გააკეთეთ. მანამდე ასევე თქვა, რომ პრეზიდენტის გადაყენებებმა რა მოგვიტანა ძალიან კარგად დავინახეთო. თუმცა მან ისიც თქვა, რომ და თქვა, რომ ერთმანეთს მოусმინეთ და ერთმანეთს ვერ მოусმენს ადამიანები, თუ ერთმანეთს არ დაელაპარაკებიან. ამას ქვია ლაპარაკი, ამას ქვია დიალოგი, ამას ქვია მოლაპარაკება, რაც გინებავთ ის და. თუმცა პატრიარქმა თქვა ისიც, რომ იმ დღეებში იმ დღეს ხელისუფლების მხრიდან იყო აშკარა, ხო, სახეზე რომ იგი არაპირებდა და უკან დახევას არ იქნებოდა კომპრომისი იმ შემთხვევაში თუ კი რაღაც ცოტა არასასურველი იქნებოდა ხელისუფლებისთვის თქვათ მომიტინგეთა ქმედებები. დაახლოებით ასეთი შინაარსიც იყო მისი განცხადება, მან ისიც თქვა რომ სიტუაცია კვლავ სერიოზულია. არა, მე შემიძლია უბრალოდ გავიმეორე, ცნობილი იყო რომ ხელისუფლება არაპირებდა კომპრომისზე წასვლას, ხოლო მომიტინგეების მკვეთრი ქმედებების შემთხვევაში მოსალოდნელი იყო სისხლისღვრა და შეტაკება, რომ ვფიქრობთ რომ ეხლა სიტუაცია არის კვლავ სერიოზული და ფეთქება საშიში და ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას, იქნება ეს რიგარეში არჩევნები, მოლაპარაკებები თუ სხვა. აბსოლუტურად ვეთანხმები ყველა ამ სიტყვას. ხელისუფლება არაპირებს ამ უგუნურ კომპრომისზე წასვლას, ამ ვითარებაში, როდესაც ომშია ქვეყანა, ქვეყნის პრეზიდენტი არათუ არ უნდა გადადგეს, დამნაშავე იქნება რომ გადადგეს. ჩემი აზრით, ამ ვითარებაში ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც ერთად, ჩვენმა ხალხმა უნდა გააგრძელოს. თავარი აქცენტი უნდა ვიცოდეთ, თავარი ამოცანა ჩვენი რა არის. ეხლა თელი ამ ამბებმა გადაიტანა აქცენტი სხვა რაღაცაზე. მაგრამ სინამდვილეში რაც არის ჩვენი თავარი პრობლემა, აი ეს უნდა იყოს ჩვენი ყურადღების ფოკუსში. თავარი ეს უნდა იყოს. და რა თქმა უნდა, ხელისუფლება არაპირებს ამაზე კომპრომისს და სხვა ყველაფერზე დანარჩენზე, რადგან არის საუბარი, ჩემოინგა. რიგარეში არჩევნები ვერ დაინიშნება ამ სისტემით. რიგარეში არჩევნები ვერ დაინიშნება, თუ იგივე საარჩევნო კანონმდებლობა გაქვს. თუ იგივე კონსტიტუციური სისტემაა, თუ იგივე უფლებამოსილების პარლამენტს ირჩევ, ხო? ხო ფაქტია, ხო? ანუ ჩვენ რა გვინდა, რომ ვიღაცის წინაშე ეხლა ვალი მოვიხადოთ, რომ მე თქვათ 4 თვეში ისევ იგივე პრობლემის წინაშე აღმოვჩდეთ. ჩვენ თავაზობთ, რომ ამ პრობლემის წინაშე კინო აღარ აღმოვჩდებით, შევთანხმდეთ თამაშის წესებზე, ჩავატაროთ მე არჩევნები და ვინც იქნება მოგებული, ის იქნება ხელისუფლება, ვინც იქნება წაგებული, ის იქნება ოპოზიციაში და არ ვიქნებით ერთმანეთის მტრები და ერთმანეთზე გადაკიდებული. კარგით, მე უნდა დაგემშვიდობოთ და ბოლოს შეკითხვა, რომლის წეგან მინდოდა დასმა. თქვენ წეგან თქვით, რომ აი ახსენეთ ჩემს კოლეგებზე განხორციელებული ფაქტები. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს იყო ძალიან ცუდი და მე უერთდები ამ შემთხვევაში იმ სოლიდარობას კოლეგებისას, რომ არ შეიძლება თქვა ჟურნალისტებზე ასეთი ფორმით ზეწოლა, მაგრამ ის რაც მოხდა მერე, აი ამაზე გიყენებთ მთავარ ბრალდებას ოპოზიცია. დააკავეს ის ბავშვები, რომლებმაც თქვა იგივე ნიკა ავალიანზე განახორციელეს აი იმ ფორმით, ხო ზეწოლა. დააკავეს, შემდეგ ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ აწამებენ, გაუპატიურებით ემუქრებიან, უწყობენ სირცხვილის დერეფნებს. შემდეგ იქ ჩატარებული აქციისას პლასტიკურ ტყვიებს უშენენ ოპოზიციის ლიდერებს, თქვენ ნახეთ თავგატეხილი, არა მარტო ის ლიდერები, არამედ ჟურნალისტები, უამრავი ადამიანი. ეს არის სწორედ ის პრეტენზიები, რაც ისმის თქვენი ოპონენტების მხრიდან, ბატონო გიორგი. ანუ როდესაც თქვენ მივიდნენ იმ ხალხის ძალით გასათავისუფლება. იმიტომ რომ მათ ხელში ქონდათ ინფორმაცია, რომ აწამებდნენ ამ ბავშვებს, რომ ხდებოდა მათი წამება და ძალიან სასტიკი ფორმებით ექცეოდა. ინგა, ეს არ არის დემოკრატია, ეს არის კანონის მიღმა და ამის თაობაზე ლაპარაკობს ევროკავშირის ყველა ელჩი და ამის გამო არ მოწონთ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი უკვე, იმიტომ რომ პატრიარქმა მოუწოდა ხელისუფლებას და იმიტომ რომ არ გვინდოდა კიდევ უფრო დაპირისპირებოდ და საერთოდ ჩვენ მაქსიმალურად ვერიდებით სიტუაციას, როდესაც რაიმე კონფრონტაცია შეიძლება მოხდეს. ყველა ვითარებაში იქნება ეს პარლამენტი თუ ინდივიდუალურად თითოეული ჩვენთაგანი ვცდილობთ რომ მაქსიმალურად ავერიდოთ კონფლიქტურ ვითარებას, იმიტომ რომ არანაირი სურვილი არ აქვს ამ ქვეყანაში კიდევ ერთი კონფლიქტი მოხდეს ქართველებს შორის, ელემენტ ამ ქვეყნის მოქალაქეებს შორის.
ეს არის ჩვენი ამოცანა ერთი და მეორე, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა ჩვენი ქვეყნის განთავისუფლებისთვის, გავაგრძელოთ ბრძოლა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არ ჩამოიშალოს, განვითარდეს და მიუხედავად იმ უამრავ გაჭირებულ ადამიანსაც და მიუხედავად იმ პრობლემებსაც, რომელიც დაკავშირებულია თქვა იგივე უსამართლობასთან, რაღაცა უკუღმართობასთან, აი ამ რეფორმებზე მოვახდინოთ კონცენტრაცია და პირადად მე მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თუ ჩვენ ოპონენტებთან ერთად აქცენტს გავაკეთებთ იგივე ნატოს კუთხით, რაც გვაქვს დოკუმენტები. სხვა შორის ყველა ეს პრეტენზია შეიძლება აკუმულირებული იყოს იგივე ევროკავშირის კუთხით რაც გვაქვს დოკუმენტები სადაც ყველაფერი აი ეს რაც აწუხებს უმრავლესობას აი იმ ადამიანებისა ვინც იგივე სტადიონზე იყო შეკრებილი აი ამაზე გავაკეთოთ აქცენტი ეს ერთ და ორ დღეში არ გადაწყდება დიდი მადლობა მე მინდა გისურვოთ წარმატება მაშინ ეს იყო გიორგი ბარამიძე კარგად ბრძანდებოდეთ ფიქრობ ძალიან საინტერესო იყო ცხარე საუბარი კი იყო მაგრამ ეს არის ის შეკითხვები რომელიც არა მარტო ეს შეკითხვები უამრავი შეკითხვა რომელიც ოპონენტების მხრიდან ხელისუფლების მისამართით ისმება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ჩვენი გადაცემის შემდეგი სტუმარი როგორ ბრძანდებით ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო სალომე გთხოვთ დაიკავოთ თქვენი ადგილი თქვენ ახლა ისმენთ ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერის პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი ლიდერის წარმომადგენლის პასუხებს ჩვენ შეკითხვაზე. მე მაინტერესებს რაიმე კომენტარს ხომ არ გააკეთებდით ამ გამოსვლაზე და შემდეგ მექნებოდა თქვენთან კონკრეტულად 26 მაისთან დაკავშირებით დასასმელი შეკითხვები. კი, ორი კომენტარი მექნება ერთადერთი და მე აღარ გავაგზელებ ამ თემაზე. ერთი კომენტარი რომ ამ ადამიანს, რომელიც აქედან გადის, არ გააჩნია არანაირი მორალური უფლება რომ ილაპარაკოს ძალადობაზე, იმიტომ ყველას კარგად გვახსოვს მე მგონი, როგორ თვითონ არის პირადად პასუხისგებელი იმ ოჯახის ამოჟღლეტვაზე, რომელიც მოხდა სვანეთში, როცა თვითონ იყო უშუალოდ პასუხისგებელი და შემდეგ იქიდან გავიდა და კუფთარი მოითხოვა. აფრასიძეების ფაქტზე გაქვთ საუბარი? ეს ერთი რამე არის. მეორე, რაც ეხება პატრიოტიზმს, მე მგონი ასევე არ გააჩნია მას არანაირი მორალური უფლება რომ გველაპარაკოს იმაზე თუ რა უნდა გაკეთდეს ნატოსთან მიმართებაში, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ ამ ქვეყანამ თავი დაიცვას თავისი მტრისაგან, რუსეთისაგან, როცა ის არის მონაწილე იმ ხელისუფლების, რომელმაც ეს ომი ფაქტობრივად დაიწყო ცხინვალზე აგრესიით, რომელმაც ეს ომი წააგო, როცა ყველამ ვიცოდით და ალბათ პირველ რიგში იმ ადამიანმა, რომელიც ადრე იყო თავდაცვის მინისტრი, იცოდა რომ არანაირი შანსი არ გაგვაჩნდა ამ ტიპის ომში და რომელმაც 7 ნოემბრით და 7 აგვისტოთი დაგვიკარგა რეალურად ის შანსები, რომელიც არსებობდა, ის პერსპექტივები, რომელიც თუმცა ისინი ამბობენ, რომ ამ დროს, როდესაც მტერი კარს გვადგას, ამ დროს, როდესაც ხო, გასაგებია, მაგრამ ეს ყველაფერი შანსები უახლოესი პერსპექტივები, რაც რეალურად და მე შემიძლია ეს თქვა, არსებობდა ამ ქვეყნისთვის. ყოველ შემთხვევაში გადაიდო ძალიან ალბათ რაღაც რამდენიმე წელით ის პერსპექტივები, რომელიც ამ ქვეყნისთვის მე მჯერა იყო ძალიან საჭირო. ეს არის ჩვენი უალტერნატივო გზა და სხვა გზა არ არსებობს. სამწუხაროდ ეს ხელისუფლება თავისი ყველა ქმედებით მიდის პირდაპირ რუსეთის მიმართულებით, თავისი შიდა ქმედებებით, იმითი რომ აქ დემოკრატია უკვე ფაქტობრივად აღარ არსებობს, იმითი რომ ეკონომიურად თითქმის ყველაფერი მიყიდა რუსეთს და იმითი რომ ჩვენ დღეს აღმოვჩნდით სრულ იზოლაციაში, მე ვლაპარაკობ ახლა საგარეო პოლიტიკაზე, ძალიან ბევრი კადრები იყო ბარამიძესი, როცა უცხოელებთან არის, მაგრამ რეალურად დღეს ჩვენი სიტუაცია არის იზოლაციის სიტუაცია, სადაც საქართველოს არაფერი აღარ ეთქმება საერთაშორისო არენაზე, სადაც ჩვენი ინტერესები დაცული არ არის, სადაც ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესები დაცული არ არის არანაირად. გაეროს გენერალურ მდივნის პირველი განცხადება არის ამისი მაჩვენებელი. ეხლა ველოდებით რეზოლუციას და მე დარწმუნებული ვარ, რომ იმის შემდეგ, რა ძალიან ბევრი შეცდომები დავარქვათ დაუშვა ალექსანდრე ლომაიამ, ჩვენ არ მივიღებთ უკეთეს შედეგებს იმ რეზოლუციაზე. დღეს შეცდომა იყო მისი მხრიდან ეს გაპროტესტება. მე მინდა ძალიან მოკლედ მიპასუხოთ და შევიდეთ ამ დეტალებში. ამ ფორმით კი შენ უნდა დაიცვა ქვეყნის ინტერესები და არა დაიწყო იქ რაღაცა უაზრო პოლემიკა ვიტყოდი. და იმასაც გავახსენებდი ბატონ ბარამიძეს, რაც დღეს ხდება, ესე იგი დღეს სტარდებოდა სამაჩაბლოში არჩევნები. მე მგონი დაავიწყდა, არ გაახსენებთ
ახსენდა, ეს არის ის ყველაფერი, რაზედაც ეს ხელისუფლება არის უშუალოდ პასუხისმგებელი, რაზედაც უნდა აგოს პასუხი მომავალში და ძალიან ახლო მომავალში და ამას ვერსად ვერ გაურბის. მაგრამ ხელისუფლება ამბობს, რომ მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი ხდება, იგივე ცხინვალთან მიმართებაში, მაშინ, როდესაც მტერი გვადგას კარს, მაშინ, როდესაც ომის მდგომარეობაში ვიმყოფებით, ოპოზიციის მხრიდან მსგავსი აქციები, ასეთი სახის საპროტესტო აქციები პირდაპირ რუსეთის წისქვილზე აცხადებს. ეს არის ძალიან ძველი ხერხი ყველა ავტოკრატიული სისტემების, რომ ყოველთვის აბრალებს თავის ოპოზიციას. რატომ გიხარიათ, რომ ხელისუფლება ჩამოიშალა, როცა ამბობთ, რა გიხარიათ? თუნდაც დაუბრუნდეთ საბჭოთა პერიოდში ყველა ოპოზიცია, დისიდენტები მაშინ ყველანი იყვნენ ამერიკის აგენტები, ეს გადანაცვლილი არის დღეს ჩვენ ვართ ყველანი თურმე რუსეთის აგენტები. მე არავის არ მივცემ ჯერეთი ამის უფლებას ჩემზე პირადად, მე მგონი მთელი ის ცხოვრება რაც გავლილი მაქვს, არა მხოლოდ მე, მთელ ჩემ ოჯახს არავის არ აძლევს ამის უფლებას და არაფერი ფაქტი არ არსებობს ამისი დადასასტურებლად და სამაგიეროდ მათი მხრიდან ყველა ფაქტები ერთ მეორეზე ედება და გვაჩვენებს იმას, რომ დღეს საქართველო არის პირდაპირ ჩაბარებული რუსეთზე, პირდაპირ რუსეთის გეგმა სრულდება სრულიად და შეიძლება კიდევ რაც ხდება დღეს და ესეც საკვირველი არის, რომ ძალიან ბევრი დრო დაუთმო ოპოზიციას, მაგრამ ის რაც ხდება დღეს საქართველოს ჯარში, ეს თუ არ არის ჩვენი ხელით, ჩვენი ხელისუფლების ხელით, ჩვენი ჯარის განადგურება, იმ ჯარის, რომელიც შექმნილი იქნა ამერიკის მიერ, დაფინანსებული ამერიკის მიერ. რატომ ანადგურებს სააკაშვილის ხელისუფლება ამ ჯარს? ვინმეს ჯერა, რომ ეს ჯარი არის შეკრული რუსეთთან? მე ასეთ შეურაცხყოფას განცხადებები, რომელიც მუხროვანთან დაკავშირებით მოხდა, მე მგონი აღარღეს ახლა კიდე ამ განცხადებებზე ძალიან ბევრი საუბარი, თქვენ მოისმინეთ ხელისუფლების არაერთი წარმომადგენლის განცხადება, იგივე მუხროვანის საფრთხეზე და იგივე ჯართან მიმართებაში. როდესაც ჩვენ მე ვამბობ, რომ ჯარს გვინგრევენ, მე არ ვიცი მათი განცხადებები, ყველა განცხადებები მათი არის ძირითადად ტყუილი, აქ ფაქტებს გვაქვს საქმე ფაქტებთან და ფაქტები არის საინტერესო. ფაქტი არის, რომ იმ თუ ამ მიზეზით ჯერ ჯარი განადგურდა ომის დროს, იმიტომ რომ არასწორ, არაკარგად დაგეგმილ, არა იმ პირობებში, როცა შეიძლებოდა და პირდაპირ წაგებულ ომზე წაიყვანეს ეს ჯარი, მერე შეურაცხყოფა მიაყენეს ამ ჯარს, შემდეგ ახალაია დაუნიშნეს, როგორც პირდაპირ მართველი ამ ჯარის, რაც არის კიდევ ერთი შეურაცხყოფა. და ეხლა დაიწყო ბოლო ეტაპი ამ ჯარის ბოლონგრევის, რაც არის ალბათ ამ ქვეყნისთვის ყველაზე დიდი ღალატი. ქალბატონო სალომე, მოდით გადავიდეთ 26 მაისის თემაზე და მე მინდა თქვენთან საუბარი დავიწყოთ თქვენი განცხადებით. პატრიარქმა არ მოგვისმინა. მე მინდა დღეს ქალბატონი სალომესგან მოვისმინო ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ამ დღეებში იყო მაყურებლისთვის, ხალხისთვის ძალიან საინტერესო. ჩვენს ანონსშიც იყო კადრები და ალბათ ყველას ახსოვს ეს კადრი, ნინო ბურჯანაძე როგორ გაკავებთ ხელით, როდესაც აკეთებთ განცხადებას პატრიარქზე. მე მინდა მოვისმინო თქვენი პასუხი, რა განცხადებას ელოდით პატრიარქისგან, რატომ არჩით უკმაყოფილო და იყო თუ არა თქვენი მხრიდან ეს დაპირისპირება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისად. ამის უფლებას ნამდვილად არ მივცემდი ჩემ თავს. მე ვიყავი როგორც მთელი ის ხალხი, რომელიც ესწრებოდა ამ ქადაგებას სამებაში და იმის მერე რაც წინა ღამეს ჩვენ დავთმეთ ის სხვა ვარიაციები გეგმების, რაც არსებობდა. მე ვიყავი ძალიან იმედგაცრუებული, იმიტომ მე დავიჯერე არა პატრიარქის სხვათა შორის სიტყვები, იმიტომ მე არ შევხედრივ პატრიარქს, არამედ მე დავიჯერე უცნობის და უცნობის შეხვედრის შესახებ ის რაც მომიტანეს და რის გამოც ჩვენ შევცვალეთ გეგმები. დავიჯერე გითხარით თუ შეიძლება უცნობის შეხვედრა პატრიარქთან იყო შეთანხმება, ყველა მიცის, მე მგონი აქ არაფერი ისეთი არ არის, ყველა მიცის, რომ უცნობის ღამის შეხვედრის შემდეგ ჩვენ მქონდა ასეთი ცნობა, რომ პატრიარქი ემზადებოდა იმისთვის, რომ განცხადება გაეკეთებინა, რომელიც იქნებოდა პოზიტიური ოპოზიციისთვის, ამ სიტუაციისთვის, ასე ვთქვა და ზუსტად რა სიტყვები უნდა ყოფილიყო, არ ვიცი და მე ბუნებრივად ეს დავიჯერე იმდენად დიდი იყო და არის ნდობა უცნობში, იმიტომ რომ იმან გადადგა ისეთი ნაბიჯი და აქობამდე მოდის
თავისი ნაბიჯის ერთგული, რომ მე არანაირი უფლებაც არ მქონდა არც სურვილი, რომ მე ეს ერთგვერს დამეყენებინა ეს ამბავი. სხვათა შორის შემდეგ იმ მომენტში, როცა მე ვარ გაბრაზებული და აღელვებული, როგორც ყველა დანარჩენი, იმ მომენტში მე ჩავთვალე, რომ მოტყუდა თვითონ უცნობი და რატომ მოგვატყუა და ალბათ რატომ გადამეტებით დაიჯერა, რომ პატრიარქს შეეძლო, რაც მე მართალი ვთქვა, არ მჯეროდა, რომ პოლიტიკური განცხადება არ ეკუთვნის პატრიარქს და ჩვენ არ შეიძლება რომ გადავნაცვლოთ ის პასუხისგებლობა, რომელიც არის პოლიტიკური პარტიების, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა მეორე განცხადებით საპატრიარქოსი და დილის ქადაგებით, რომ მართალი იყო ის ცნობა, რაც ჩვენ მივიღეთ, სწორი იყო ის შეფასება უცნობის, მაგრამ მე რაღაცა მოხდა ის მე არ ვიზიარებ იმას, რომ ზეწოლა იყო ან ერთის მხრიდან, ან მეორე მხრიდან პატრიარქი არ არის და მისი უწმინდესობა არ არის ის პიროვნება, რომელიც ექვემდებარება ზეწოლას. ეს იყო იმ ინფორმაციებიდან, ეს არის ჩემი კიდევ ერთხელ ვარაუდი. ან ხელისუფლების მისი მხრიდან იმ ინფორმაციების მიმღები, მისი შეფასება სიტუაციის და მისი შეფასება თუ რა უნდა ეთქვა, რომ თავისი სიტყვებიდან რამე შედეგი არ მოყოლილიყო ამ ყველაფერს. ამიტომ მე მგონი ყველაფერი ჩაჯდა თავის კალაფოთში, მეც დავწყნარდი, ყველაფერი გამოსწორდა. ესეც არ არის ეს ბოლო განცხადება პატრიარქის, ეს არ არის უშუალოდ პოლიტიკური განცხადება, ესეც უნდა ითქვას. რომელიც მან გააკეთა შემდეგ, 2 დღის შემდეგ, ძალიან სწორი და სხვათაშორის მე მანამდის ვამბობდი, რომ არ ამგონია, რომ ამაზე მეტი შეიძლებოდეს. ჩვენ რასაც ვითხოვთ, ეს არის პოლიტიკური მოთხოვნა. პატრიარქი რასაც ამბობს და რასაც ითხოვს, ეს არის ქრისტიანული მოთხოვნა, რომ ხალხს საქართველოს მოსახლეობას დაუბრუნდეს არჩევანის უფლება. ეს არის სხვა ფორმა და სწორი ფორმა იმისი, რასაც ჩვენ ვითხოვთ პოლიტიკურად. და თქვენ ფორმას ითხოვთ, ქალბატონ სალომე. პატრიარქის ფორმა არის მშვიდობიანი, უნდა იყოს დიალოგი, მოლაპარაკებები თუ საჭიროა და უნდა იყოს თუ საჭიროა რიგარეში არჩევნები. აი თქვენ რას ითხოვთ? ჩვენ ზუსტად ამას ვითხოვთ, მაგრამ პოლიტიკური ტერმინებით. ჩვენ როცა ვამბობთ, რომ რიგარეში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, ეს უკვე არის პოლიტიკური ტექსტი, რომელიც ეკუთვნის პოლიტიკურ პარტიებს და ეს არის ნორმალური, ასეც უნდა იყოს. მაგრამ არ ნიშნავს ხელისუფლება ამ არჩევნებს. მოდით ახლა გადავიდეთ მეორე შევხედოთ აი ამ დადებულ სურათს. 26 მაისი კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს იყო ძალიან ესეთი ემოციური დღე. არ მგონია რომ ქვეყანაში მოიძებნებოდა ადამიანი, რომელსაც საკუთარი ემოცია და დამოკიდებულება არ ქონოდა იმ დღეს იმ ყველაფერთან, რაც ხდებოდა ეროვნულ სტადიონზე. მაგრამ შემდეგ საღამოს მე ბატონ გოგასაც დაუსვი ასეთი შეკითხვა. ყოველგვარი დატვირთვის გარეშე რომ რაღაც ქვეტექსტები არ წაიკითხოთ, გაჩნდა ასეთი მოსაზრება, რომ იპოდრომის მსგავსად ხომ არ გაუშვა ოპოზიციამ ხელიდან შანსი, რომ უამრავი ათასობით ადამიანი, რომელიც მხარს უჭერდა, დაშალა. არა, ჯერეთი არ დავშალეთ. მეორეც ერთი მე, რომელიც არ ვიყავი პირველი დღეებში, როცა ჩვენ ვჯელობდით ამ გეგმებზე, მე ვიყავი მომხრე უფრო სხვა გაშლილი აქციების, ასე ვთქვათ, და არა ამ მსვლელობის, სწორედ იმიტომ, რომ ვთვლიდი, რომ ხალხი ელოდებოდა სხვა ტიპის ქმედებას, ამის მიუხედავად დღეს და დღევანდელი გადასახედიდან მე ვთვლი, რომ იყო გამართლებული. მე ვთვლი იმის საფუძველზე, რომ მე მივიღე ძალიან ბევრი რეაქციები უცხოეთიდან, იყო ძალიან გამართლებული, იმიტომ ჩვენ ერთხელ და საბუნდავოდ დავამტკიცეთ, რომ რასაც ვამბობდით და ვამბობთ მიტინგებზე მუდმივად, რომ ჩვენ ვართ მომხრე მხოლოდ მშვიდობიანი აქციების. და რა შედეგს მოგიტანთ? აი, მოდით კიდევ მიუბრუნდეთ ერთხელ კიდევ შედეგები. ახლა ვეგეთქვით, მივიღეთ შედეგები, რომ 9 აპრილამდე არავინ არ თვლიდა, რომ ამ ქვეყანაში არსებობდა უზარმაზარი პროტესტი, არავინ არ თვლიდა, რომ არსებობდა არა, 9 აპრილამდე გაიხსენეთ და წავიკეთეთ. 9 აპრილამდე კი, მაგრამ ეს მთელი 53 დღე ამ დღეებმა მოგვიყვანეს აქა. ეს არის ეს უზარმაზარი პროტესტის აქცია, რომელიც გრძელდება მშვიდობიანად, დგომით და ჩვენ სულ მუდამ რაც არ უნდა ილაპარაკოს ახლა ბარამიძემ და ხალხი შეაშინოს, სულ მუდამ ერთ და იგივეს ვამბობთ, რომ არ მოდის არც გადატრიალება და არც გარიგება. ჩვენ ვართ ძალიან რთულ გზაზე, რომელიც სადაც გაწყდება არავინ არ იცის.
მაგრამ რო გაწყდება, ეს არის ფაქტი, იმიტომ არ არსებობს მსოფლიოში, არ არსებობს ისტორიაში, ეს არის კანონი, სადაც ხალხის ნება აღარ არის, იქ ხელისუფლება ვერ გაჩერდება. კი, მაგრამ ხელისუფლება სულ ამბობს, რატომ ლაპარაკობს ოპოზიცია მთელი ხალხის სახელით. მიუხედავად იმისა, რომ წელიწადში ბარამიძემ თქვა, იქო 70 და 80,000 კი არაო, 500,000 უკმაყოფილო შეიძლება და ჩვენთან დაპირისპირებული ადამიანი იყოს, მაგრამ ეს ხომ არ არისო მთელი საქართველო. გავიხსენოთ, რეგიონებში ჩადის ხელისუფლება, იქიდან აკეთებს განცხადებებს და ძალიან ხშირად უსვამენ ხოლმე ხაზს. თბილისი არ არის მთელი საქართველო. მე მინდა მიმართო და ვისარგებლო იმითი, რომ რეგიონები გვისმენენ, რაც პრაქტიკულად ამისი საშუალება არსად არა მაქვს, რომ მიმართო რეგიონებს და მე ვთვლი, რომ ეს არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა. არავის არ დაუთვლია, როგორ ფიქრობს რეგიონები, ის რომ რეგიონებში არის ბევრად უფრო დიდი ზეწოლა და ბევრად უფრო რთული სიტუაცია სხვადასხვა მხრივ, ეს არ ნიშნავს, რომ რეგიონები მხარს უჭერენ მიხეილ სააკაშვილს და თუ ვინმეს არ ჯერა, ჩვენ სხვა კი არაფერს არ ვამბობთ. ჩვენ ვამბობთ, რომ გადადგეს და დავნიშნოთ არჩევნები და ვნახოთ რეგიონში ვინ ვის უჭერს მხარს, ვნახოთ თბილისში ვინ ვის უჭერს მხარს. ოღონდ არჩევნები, რომელიც იქნება სამართლიანი, რომელიც არ იქნება ის გაყალბებული არჩევნები, რომლებმაც მოგვიყვანეს დღემდე. ჩვენ ვართ ამის ტყვეობაში, იმის ტყვეობაში, რომ ამ ხალხს არ მიეცა წელიწად ნახევარი არის შანსი, რომ ის კრიზისი, რომელიც გამოჩნდა 2007 წლის ზაფხულიდან, ამ კრიზისს ნორმალური გამოხტის საშუალება, რომელიც არსებობს ყველა ქვეყანაში, დემოკრატიულ ქვეყანაში, თუ არა ვართ დიქტატურაში, არის ერთადერთი. ამიტომ ამბობს ამას პატრიარქი. ეს არის არჩევნები. ხალბატონო სალომე, ხელისუფლება უფრო მეტის და თქვენი ჯექით სწორედ სააკაშვილთან იმ მოლაპარაკებაზე, სადაც ყველაზე ცუდად შეხვდათ თქვენი მოთხი ლიდერიდან და აღინიშნოს ეს გამოკვეთილად ხალბატონო სალომე. და მივალ ყველგან, სადაც თანახმა ხართ კვლავ დიალოგის გაგრძელებაზე, ისევე როგორც მე ყველგან მივალ, სადაც საჭირო იქნება. მე არც ერთ გზას არ დავტოვებ ის რომ გამოცდილი არ იყოს. აი ხომ მიხვდით, ნახეთ რომ არაპირებს დანიშნოს მან ვადამდელი არჩევნები და მიხეილ სააკაშვილის სიტყვები კი არ მაინტერესებს. ძალიან დიდი ხანია რომ ვიცი რომ ამ ხელისუფლების სიტყვები არაფერს არ ნიშნავს. მე მაინტერესებს ფაქტები, როგორც ომზე, ასევე ფაქტები მაინტერესებს. ფაქტი არის რომ არ შეიძლება რომ ეს ქვეყანა ამ ქვეყანამ გაძლოს ამ პირობებში. თქვენ იცით, რომ ხაზინა არის დაცარიელებული, თქვენ იცით, რომ საწარმოები კოტრდებიან ყოველდღიურად, თქვენ იცით, რომ ჯარი ინგრევა, და ინვესტიციები უნდა შემოვიდესო, წეღან ბარამიძე საუბრობდა, როდესაც ქვეყანაში რკინიგზას კეტავენ. ერთი რომელი და რკინიგზას პრობლემა, მე მგონი არ არის ის 2 საათიანი ძალიან მშვიდობიანი გაჩერებული რკინიგზა, არამედ რკინიგზის იყო სიგნალი, რომ რკინიგზის პრობლემა არის ის, რომ ამ ქვეყანაში არ არის დემოკრატია, არ არის სასამართლო, არ არის ნდობა ამ ხელისუფლების მიმართ არც შიგნით, არც გარეთ. უნდა ნახოთ, როგორ და რა ფორმით ლაპარაკობენ ამ ხელისუფლებაზე გარეთ. ეს არ არის ქვეყანა, სადაც დღევანდელ დღეს, როცა არსებობს მსოფლიო კრიზისი და როცა ინვესტიციები შემცირდა საერთოდ ზოგადად მთელ მსოფლიოში და საშუალება, ფულადი საშუალებები შემცირდნენ. ეს არ არის ქვეყანა, რომელიც თვითონ აცხადებს აგერიჯდა ბარამიძე, რომ მე ვარ ომშიო რუსეთთან. ეს არ არის ქვეყანა, sadაც რომელიმე ინვესტორი შემოვა და ჩადებს რამე თანხას. კარგით, ამას თავიდანვე მაგრამ ქვეყანა არჩევნები, ხალბატონო სალომე, მართლაგებით ამას რატომ იცი? მე მესმის, სტადიონზე ხალხი მოვიდა თავისი პათოსით, თავისი ემოციით და ისინი კიდევ მოვლენ ალბათ. მაგრამ ხელისუფლება არ იმჩნევს ამას. უფრო სწორედ შესაძლებელია იმჩნევს, მაგრამ ისინი ამბობენ, რომ ეს ფაქტი მაინც არ არის იმისთვის აუცილებელი პირობა, რომ მათ დანიშნონ არჩევნები. როგორ აპირებთ, რომ მიიყვანოთ ხელისუფლება აქამდე? მე მესმის წინ არის 7 აგვისტო. ამას წინათ რადიო უცნობის ეთერში ძალიან მნიშვნელოვნად გაუსვა კოკა გუნცაძემ ხაზი 7 აგვისტოს თემას. მე როგორც მივხვდი, ახლა კითხვის სახითაც მინდა თქვენ დაგისვათ. 7 აგვისტო ოპოზიციისთვის იგეგმება რაღაც ერთგვარ პიკად თავის საპროტესტო გამოსვლაში. არის თუ არა ეს ასე, მაგრამ ამის მიუხედავად არაპირებს დანიშნოს. აი, როგორ წარმოგიდგენიათ, ამაზე მკვეთრი ქმედებებისთვის ოპოზიცია მზად
კარგად არ არის და ძალიან კარგი რომ აქ მშვიდობით ვთქვათ ბრძოლაზე არის საუბარი და არა იარაღით, მაგრამ როგორ მიიყვანთ მას? იგი წავიდა იტალიაში მეორე დღეს. აი თქვენი ამ მკვეთრი განცხადებების მე უბრალოდ ფაქტებს ვიხსენებ. თქვენი ამ მძაფრი განცხადებების მიუხედავად პრეზიდენტი აგრძელებს ჩვეულ რიტმს თავისი ცხოვრებისას. ეხლა ვჭუმდები და გითმობთ ეს. თავისი პირადი ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს კი აგრძელებს ბოდრუმში, იტალიაში, სადღაც დადის, მაგრამ ეს ადამიანი უკვე აღარ აგრძელებს როგორც საქართველოს პრეზიდენტი. ამ ქვეყანას რეალურად პრეზიდენტი აღარ გააჩნია. სააკაშვილის როგორც საქართველოს პრეზიდენტს არსად აღარ პატიჟებენ და აღარ ღებულობს მონაწილეობას იმ თავარ მოლაპარაკებებში, სადაც საქართველოს ძალიანად ჭირდება დღეს, როცა იწყება ამერიკის და რუსეთის შორის იმ საკითხებზე მოლაპარაკებები, რომელიც ჩვენ უშუალოდ გვეხება, რომელიც მალე შეეხება ამ საზღვრებს, ამ კონფლიქტურ ზონებს, რეგიონს, ამ რეგიონის სტაბილურობას, როგორ უნდა იყოს განლაგებული ძალები აქ, ბაზები იქნება თუ არ იქნება რუსეთის. ამ ყველაფერზე ჩვენ ვართ არსად, იმიტომ რომ ჩვენ აღარ გაგვაჩნია პრეზიდენტი. ჩვენ აღარ გაგვაჩნია მთავრობა. ერთი მითხარით თუ შეძლებთ, რომ დამისახელოთ რომელიმე გადაწყვეტილება მიღებული ამ მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში, რომელმაც რომელიმე საკითხი გადაწყვიტა, რომელიმე პრობლემას შეეხო და პრობლემაზე რამე გადაწყვეტილება მიიღო. ოპოზიციასთან კონსულტაციებს შეგახსენებით, უბრალოდ კონსტიტუციურ ცვლილებებთან ეს არის ძალიან საინტერესო, ამაში გეთახმებით. ქაბატონო სალომე, ერთი წუთით ინფორმაციას მოგაქვთ, ამ წუთებში დარეკა დაჩიც აგურიამ, ჩემი პროდიუსერი მეუბნება, რომელმაც გააკეთა განცხადება, რომ თავისუფლების მოედანთან სასტიკაცემეს მელორ ვაჩნაძე და ამჟამად იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ამაზე მაქვს სრული ინფორმაცია. იქვე ვიყავი და ჩვენ დაგვირეკეს მიტინგზე ამის შესახებ. მოვიდა მანქანა 7 კაცით იმ მანქანაში, რომელებიც გაუსწორდნენ ამ ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც ასევე იყო პირველად დაკავებული სწორედ იმ 6 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით. უფრო სწორედ მოვლენები ამის გამო მოხდა. უგონოდ დატოვეს, შემდეგ გადაიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მე იმედი მაქვს, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში არ მოხდება ის, რაც მოხდა უკვე, ესე იგი, რომ არ გაუშვებენ, სანამ არ იქნება სრულიად ჯამრთელი და მოულიან ბოლომდე, იმიტომ ტენდენცია აქვს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომ ოპოზიციურ ადამიანებს უშვებენ ადრე და ვითომც პოლიციელებს იტოვებენ უფრო დიდხანს. ამიტომ ეს არის ჩემი თხოვნა და დანარჩენს გავარკვევთ ბოლომდე რა მოხდა და როგორ მოხდა. კი ბატონო, ქაბატონო რაც ეხება იმას, რომ მთავრობა და ამაში სრულიად გეთანხმებით, მთავრობა თუ რამით არის დაკავებული, დღეს არის მხოლოდ დაკავებული ოპოზიციით, ჩვენი დისკრედიტაციით, ან ჩვენს მიმართ პროპაგანდით. ეს არის ის ორი ნაწილი ამ ხელისუფლების, რომელიც კიდევ რამენაერად მუშაობს, რომელსაც ძალიან დიდ თანხებს უთმობენ. დანარჩენისთვის არანაირი თანხები აღარ არსებობს, ქვეყანა არის გაჩერებული და ძალიან მალე ის ბაწარი, რომელიც უნდა გაწყდეს, გაწყდება. კარგი, ჩვენი ამოიწურა კი არა, უკვე გადავაცილე დიდი ხანი. მე შეკითხვა მინდა ერთი ბოლო რომ დაგისვათ, თუ შეიძლება. ამის მიუხედავად, კიდევ ერთხელ გეკითხებით, როგორ აპირებთ, რომ ხელისუფლება მიიყვანოთ ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე? მე შეგახსენებთ, რომ იმ დროს, როცა თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლება არის მთლიანად ჩამოშლილი, პროცესები, რომელიც ხდება ოპოზიციაში, ვთქვათ, ეროვნულ ფორუმთან დაკავშირებით, კონსტანტინე გამსახურდიასთან დაკავშირებით, მე პირადად გამიჩნდა, როგორც მოქალაქეს, ძალიან დიდი პროტესტი, როდესაც სიტყვა არ მიეცით შალვა ნათელაშვილის ლიდერს, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ოპოზიციის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ლიდერია და მე ვიყავი ერთ-ერთი ის ადამიანი, ვისაც ეს პროტესტი გაუჩნდა. შალვა ნათელაშვილი მოვა აქ თვითონ იტყვის, რომ მე არაფერ შუაში არ ვიყავი და იქ მოხდა რაღაცა შეცდომა, მაგრამ მე შევხვდი პირადად შალვა ნათელაშვილს წინადღით და მე ხვდები ყველას, როგორც ხვდებოდით სხვათა შორის 9 აპრილამდე და 9 აპრილამდე ეს ოპოზიცია იყო არანაკლებად გაშლილი, ვიდრე არის დღეს. ამაში მე ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას, ეს არის სირთულე, მაგრამ ეს არის სიძლიერე ამ ოპოზიციის, რომ ამ ოპოზიციას აქვს იმისი უნარი, რომ ერთმანეთს თავისი აზრი გაუცვალოს, ზოგჯერ არ დაეთანხმოს, მაგრამ მაინც ვიყოთ ერთნი იმ ერთი მიზნის მიმართ, რომელსაც ჩვენ გავამართლებთ, ჩვენ გავიმარჯვებთ იმ ხალხთან ერთად, დგომით, მეკითხებით როგორ? დგომით,
დგომით და ანუ გაგრძელდება კვლავ ასეთი ფორმის გაგრძელდება და მე ერთი რამე მინდა გითხრათ. კი ბატონო. თუ რამეზე ეს ხელისუფლება გიждდება შიგნიდან გამოსული ხმების მიხედვით. გიждდება იმაზე, რომ ჩვენ ყველაფრის მიუხედავად იქ ვდგევართ და არიციან თქვენ მეუბნებით, რომ ჩვენ არ ვიცით, როდის გადადგება და დაინიშნება არჩევნები. შეიძლება არიციან, მე მგონია, ჩვენ რომ სანამდე ვიდგებით და მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ნერვები, ჩვენი ამ ქვეყნის სიყვარული, ჩვენი სიმტკიცე არის იმდენად უფრო ძლიერი, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ და საქართველო გაიმარჯვებს. ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაგიხადო თეთრებიო, რატო არ ეცვაო ეხა ჩემი პროდიუსერი მეუბნება ყურში რომ კითხეო. იმიტომ მე ჩათქმული მაქვს. ეს ამ სხვა შორის ეს თქვენი ყელსაბამი, რომელიც ეხლა გიკეთიათ, არის ანრი ჯოხაძის ერთ-ერთ კლიპში, რომლის პრეზენტაციაც ეხლა უნდა გაიმართოს. თქვენ შემდეგ იგი იქნება ჩვენი სტუმარი. მანამდე ასე ვიქნები, ასე რომ იმედი მაქვს, ესეც არის რწმენის ნაწილი. ალბათ მე არ ვაპირებ, რომ 2-3 წელი ეს ვატარო იგივე. კარგი. წარმატებებს გისურვებთ. ქალბატონო სალომე, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. კარგად ბრძანდებოდეთ. მე მშვიდობას ვუსურებ ჩვენს პოლიტიკოსებს ერთი თუ მეორე მხრიდან. გადაცემას კი განვაგრძობთ სკანდალური კლიპის პრეზენტაციით. რეკლამის შემდეგ თქვენ იხილავთ ანრი ჯოხაძის სიმღერას, პოლიტიკოსების რენომე მომღერლის თვალით თავად ანრი იქნება ჩვენი სტუმარი. პოლიტიკური სკანდალი ქართულ შოუ-ბიზნესში, რომელიც ყველაზე სკანდალურმა ქართველმა მომღერალმა მოუმზადა საზოგადოებას. ანრი ჯოხაძის ახალი კლიპის პრეზენტაცია პოლიტიკურ კვირაში. უყურეთ პირველ არხზე და შეაფასეთ კლიპის მთავარი გმირები, მას დღეს პირველად ნახავენ. დღეს ქვეყანაში რთული პოლიტიკური სიტუაცია და თან საოცარი არეულობა. ამის პარალელურად კი ბოლო პერიოდის განმავლობაში გამუდმებით მესმოდა სიტყვა დიალოგი, რამაც მოახდინა კიდეც საბოლოოდ ჩემი პროვოცირება, რომ ამ ცნობილ ლექსზე სწორედ დღეს გადამეღო კლიპი. რაც შეეხება იმას, თუ რატო ვიყენებ ილიას ამ ლექსს, გეტყვით, რომ ის ქართველებს იდეალურად შეესატყვისება, ამბობს ანრი ჟურნალ გზასთან ინტერვიუში. საინტერესოა, რა რეაქცია ექნებათ პოლიტიკოსებს ნანახზე. ერთს გეტყვით, რომ ამავე კლიპში ჩვენი გადაცემის და პირადად ჩემი შარჟიცაა, რამაც მე ძალიან გამახალისა, ასე რომ ყველას, ვინც ამ კლიპშია გამოყვანილი, გირჩევთ უბრალოდ გაიღიმეთ და ისე შეხედეთ ტელეეკრანს, თუ როგორ აღიქვამთ ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს ყველაზე სკანდალური ქართველი მომღერალი, რომელსაც მე ხა სტუდიაში ვიწევ, ანრი, საღამო მშვიდობისა, მე მეგონა ისე შემოხვიდოდი იმ ფორმაში. პოლიტიკური კვირის სტუდიაში რომ გადაიღე, მაშასე, ეხლა კი გთავაზობ კლიპს, გულწრფელად გეტყვით, მეც ეხლა პირველად უნდა ვნახო ეს კლიპი თავიდან ბოლომდე, ასე რომ გაიღიმეთ და ერთად შევხედოთ. სადმე ერი ძიმე ყავლით ლამას ფავლით მოთული და მშვენიერი უწყინარი უჩივარი ქედრეკილი მადლიერი უშფოთველი თქვენ რომელი რიგიანი წესიერი ყოველს თქვენი ვიჯორცხენი ნახეთნი და ხონიერი ევროპელში რამანს გიმყარავთ ყველა უნჯი ყველა მუნჯი გულჩვილი და მოდიერი ჰომული თამაკრული პისმაგამი ზომიერი ყველა კრუი ყვადამჯდარი ხმიერი სირე დიდი ყველა დიდი ცუხმუთი და მანკიერი ჩვენი სტანაპედნიერი კანარი სადმე ხაჯები მიდიან, ხაჯები არ მოდიან.
წარწმელი თავდახრილი ყოვლად უქმე უდიერი უზღუდონი გზამრუდონი არ გამტანი დაცვიერი მტრის ამ ცნობი მოყრის მტმობი გარეთ მყდარი შინძლიერი არის მქონე არის მქონე უზრუნველი დავშიერი ჩვენის თანაბედნიერი კიდევ არის სადმე მოდის ეს კაცი დიალოგზე მამულოეთ ერთი ბილეთი სოხუმამდე დავიწყეთ მიპასუხე ხა შეკითხვებზე, რომელიც ამ კლიპთან დაკავშირებით უცბად გაჩნდა, ძალიან საინტერესოა. თუ არ ჩავთვლი იმას, რომ ეხა ჩემი თავი დავინახე ძალიან გაშარჟებული, ამაზე უნდა მოგვიანებით დაგისვო კითხვას. სხვა შორის გოდერძი შარაშიამ დამირეკა, ვიდრე შემოვიდოდი გადაცემაში და მითხრა, რომ ანონსი რომ ნახეო, მე მეგონა რომ შენ იყავი და მიფიქრე გრიგოლია რამ გააგიჟა, რა აცვიაო და მე უცბად მივხვდი, რომ შენ კი არ იყავი, ანრი იყო. ეს იქით იყოს, მითხარი ახლა ამ კლიპის გაკეთების მთავარი მიზეზი რა იყო. მთავარი დეტალები, რომ სააკაშვილის გარდა ხელისუფლებიდან არავინ არ ყავს გამოყვანილი, ყველაზე სკანდალური მეჩვენება რომ ბურჯანაძე კუბოსთან პლედით ხელში ცეკვავს და რა იყო ეს ეჭვი მაქვს რომ ძალიან გაგინაწყენდეს შესაძლებელია ქალბატონ ნინო. მე ვთვლი რომ გაცილებით სკანდალურია პრეზიდენტის მასაჟის სცენა აქ ვიდრე ქალბატონ ნინოს პლედის სკანდალი რომელიც სხვათა შორის ამას წინათ კიდევ შემახსენე შენ რამის შოუდან და აი ესე იგი აქტუალურია არ მითხრა რომ მე ვიყავი ნინო ბურჯანაძისთვის ის რა აქტუალურია ნინო ბურჯანაძის ჩასასვლელად მუზა არა ეს კარგი ხმის წინ გადავიღეთ უკვე ეს ანუ აქტუალური თემები პოლიტიკური ცხოვრებიდან პოლიტიკოსების გარდა. აი რატომ სააკაშვილის მაინც და მაინც მასაჟისტი? მოდი ასე დავიწყოთ პირდაპირ საუბარი. რატომ მაინც და მაინც მასაჟისტი? პრინციპული საკითხია, როდესაც ცდილობ რაღაც შარჟები აიღო პერსონაჟებისგან და ცდილობ გააკეთო მაქსიმალურად მსუბუქად, ხო? რა თქმა უნდა, ნებისმიერ პოლიტიკოს მოეძებნება ასე. ეს იყო ყველაზე სასაცილო შენთვის? იცი რა არის შარჟის დონეზე, რა თქმა უნდა. ასევე ქალბატონი სალომეს კაჯები მედიან კაჯები არ ანუ ეს უნდა ყოფილიყო მსუბუქი და სანახი და არა მართლა პოლიტიკური განცხადებები რაც თუმცა ხალხისთვის იგივე მასაჟისტის თემა იყო ძალიან სკანდალური და აზე მსუბუქად ჩემთვის არ ყოფილა ანრი რა რეაქცია იქნება როგორ ფიქრობ ნებისმიერ პოლიტიკოს ვინც არის ამ კლიპში გამოყვანილი არ ვიცი რა ვიცი რა რეაქცია უნდა ქონდა მე ერთხელ გავაკეთე ამაზე კომენტარი თავარი უკაცრავად თავარი კითხვა რაც მინდა დაგისვა ასეთი არის აი თითქმის ყველა ისეთი დეტალი გაქვს კლიპში მოქცეული რაც ბოლო პერიოდის სკანდალებს უკავშირდებოდა სხვათა შორის იგივე ირაკლი ოქრუაშვილის თემაზე როდესაც იგი გუბერნატორი იყო და ის ცნობილი შევარდნა სასტუმროში ბორდელში ასე ვთქვათ ხომ მაშინ იყო ძალიან ხმაურიანი თემა მე მინდა ასეთი კითხვა დაგისვა რატომ მაინც მხოლოდ სააკაშვილი მხოლოდ ბურჯანაძე მხოლოდ ოქრუაშვილი
სააკაშვილი და სავლომე ზურაბიშვილი. ანუ რისი თქმა გინდოდა რომ ესენი არიან გამოკვეთილი ლიდერები? ბუნებრივია ასეა, ბუნებრივია. აქ ხელისუფლებიდან სააკაშვილი დამრჩა ხელში, ასე ვთქვათ, პერსონაჟი, ვინაიდან რო გადავხედოთ განვითარებული მოვლენებს, ოპოზიციამ მხოლოდ ებრძვის ერთ პიროვნებას, ეს არის პრეზიდენტი. აქ უფრო მახსენდება რუსული ზღაპარი თალგამი. რატომ ჩანს სააკაშვილი ამ კლიპში გრეჩი ხავს? გრეჩი ხავს, ისეთ რა არის, ესეც რაღაც გარკვეული გროტესკია. რომ აქ გამოიხატა ის, რომ ყველა ერთმანეთს ჭამს, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. და სააკაშვილის თავზე შევარდნაძის სურათი და გამზდელიდან სტროფი მაისაშვილის. აჰა, და ამაზე რა მინიშნება გააკეთე ხა შევარდნაძისთვის რომ გამზდელია სააკაშვილის და რა? ესეთი, გახსოვთ ეს გამზრდელის თემა, როდესაც გაჟღერდა მიტინგზე და შემდეგ ეს გააშარჟა არაერთმა ტელეარხმა და აღმოჩნდა რომ ერთი სიტყვა აქვს ნათქვამი ბატონ გია მაისაშვილს რომ მე ვარ სააკაშვილის გამზრდელიო, თუ არ ვწდები ახლა ციტირებას ვახდე. აფხაზეთთან დაკავშირებით მინდა ასევე დაგისვა კითხვა იგივე ყველაზე მტკივნეული თემა ამ კლიპში მიასწრებს. ეს იყო გასაშარჟებელი დეტალი. ჩვენთვის თავისთავად გასაშარჟებელი იყო ის რომ ამ სიმღერით თითქოს რაღაც პოლიტიკათა ხელისუფლებამ რაღაცნაირად გამოკვეთა საკუთარი პოლიტიკა, შემდეგ ორდენები რომ დაურიგა ამ მთავარ მონაწილეებს, აი ამის გაშარჟება ვარ. ეს რა თქმა უნდა ყველაფერი ერთად უდაოა, არ ვიქნები მართალი ეს რომ არ თქვა, მაგრამ აქ უფრო ცოტა შორეულ წარსულში წავედით. ხშირად მე ბავშვობაში მესმოდა აფხაზეთის ომი, როდესაც იყო რომ რახან წავაგეთ, ეს გაყიდული იყო და გაყიდული. აი ესე ძალიან ხშირად გვესმოდა, ხო? ეს სიტყვა და მით უმეტეს, როდესაც ნინას პერსონაჟი ითხოვს იქ ერთი ბილეთი სოხუმამდე, იდეალურად დაემთხვა გაყიდულია. თან ბავშვმაც კი იცის რომ სოხუმი გაყიდულია. ხო, ძალიან საინტერესოდ იყო ეს გაკეთებული. აი, ჩემგან რაღა გინდოდა, ეხლა მითხარ. რატო ვიჯექი კარტებით და რაღაც ყავის ჭიქით? ჟურნალისტების დატვირთვა რა არის? ჟურნალისტების დატვირთვა? რა თქმა უნდა, მე მაშინ გისვამთ კითხვას. თქვენ შეგიძლიათ მიპასუხოთ კონკრეტული პასუხი თქვენს მიერ მოწვეული პოლიტიკოსებისგან, რომელიც თქვენ ამომწურავად მიიღეთ? კი, ყოფილა ასე. არა, მე ბევრჯერ არ მიმიღია. მე ვიძახი სერიოზული პოლიტიკური განცხადებებით, რომელიც აი დასვით კითხვა ქვეყნის მომავლის ბედზე. ხვალ რა იქნება? ამას თქვენ ვერაზროს ვერ მიიღებთ. შენ ასე ხედავ რომ ბოლომდე პასუხს არ. თუნდაც აქ იცით რა არის, იმ სირთულესთან, აქ მკითხავის როლში ხარ ასე სუბუქად რომ თქვა კარტი იშლება და თუნდაც ინფორმაციის მოპოვების თვალსაზრისით. ამ შემთხვევაში მე ჟურნალისტებთან გამოვხატეთ ჩემი დადებითი დამოკიდებულება, რაოდენ რთულია დღევანდელ ყოფაში ინფორმაცია მოიპოვო. ეს ობიექტურად გააცნო. თემაზე და უნდა დავასრულო მალე საუბარი. ნინო ბურჯანაძის სცენა გადაღებულია იქ, სადაც გადაიღეს მონანიება თავის დროზე. ცნობილი კადრი გამახსენდა. რა რისი თქმა გინდოდა? არა, ეხა მე ინტერპრეტაციებს თავს დავანებებ და შენგან მაინტერესებს პასუხი. რატომ მაინც იმ ადგილას და რატომ ეს კადრები ნინო ბურჯანაძის? კი, აბსოლუტურად ამომწურავად. როდესაც ეს კადრი ჩდება, პირველი სიტყვა რაც ნებისმიერს აღმოხდება ეს არის ვაიმე მონანიება. ანუ აქ ამ შემთხვევაში მე მინდოდა მეჩვენებინა ქალბატონ ნინოს მონანიება ცნობილ მიტინგზე, როდესაც მას საზოგადოებას ბოდიში მოუხადა, რომ თავის დროზე არ იდგა მათ გვერდით. და ნუ მსგავსი ასეთი მომენტები. კარგი, უნდა დაგემშვიდობოდა ბოლო შანს გაძლევ ეხა სანამ ძალიან ბევრი პოლიტიკოსი გაგიპროტესტებდეს, ვინც აქ არის. ან შეიძლება არც არავინ არ გააპროტესტოს, უთხარი მათ რამე. რისი თქმა გინდოდა? ამ კლიპით. არ ვიცი, ამის მე რამე შეიძლება დავამატო? არაფერი. უბრალოდ მადლობებს ვეთქვი საზოგადოებას, რომლებიც დამიდგა, კაი მას სტუდიო უნდა ვახსენო. შენ მინდა დიდი მადლობა გითხრა ჩემო კარგო და იმ ადამიანებს, რომლებიც ენთუზიაზმზე მუშაობდნენ სტუდია უნივერსალი. წარმატებას გისურვებ, როგორც ყოველთვის იყო ძალიან საინტერესო შეინამუშევარი. აი ასე ხედავს ანრი ჯოხაძე იმ მოვლენებს, რაც ვითარდება ქართულ პოლიტიკაში. მე მას მადლობას გადაუხდი კლიპის პრეზენტაციისთვის, ხოლო თქვენ კი გემშვიდობებით ზუსტად ერთი კვირით, მომავალ კვირას 20 საათზე ჩვენ ვართ პირდაპირ ეთერში, რა თქმა უნდა, პირველ არხზე. ნახვამდის.